საღამომშვიდობისა ესაა რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. თბილისის საბედისწერო წვიმა დღეს რეაქციაში. მეექვსე დღეა საქართველოს შოკიდან ვერ გამოდის. მეექვსე დღეა საქართველო დაღუპულებს დასტირის. მეექვსე დღეა ქვეყანა უსახკარო დარჩენილებს ეხმარება და დაკარგულებს ერთად ეძებს. თბილისის ტრაგედია, რომელიც დღითი დღე მძაფრდება. აიბის დაღრუ არ შეიძლებოდა ვერისხეობის მიღუმებით უყველა. შემოვარდა რკინის კარში წყალი და მე არ ვიცი არა. 50 წლის შრომა წყალმაწერი. საქართველოს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო. გაჩნდება თუ არა ამ ტრაგედიაში კონკრეტული დამნაშავე ან დამნაშავეები, რით დასრულდება პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები. ვაკე საბურთალოს ახალი გზა, ხელისუფლების თავსატეხი, ვის წარუდგენენ ბრალს. უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი. იმ ადამიანების, რომლებმაც წლების განმავლობაში არ მიაქციეს, თუ ეს რა თქმა უნდა გამოიკვეთა, ყურადღება ამ მდგომარეობას. რამდენად უსაფრთხოა დედაქალაქში ცხოვრება, რა შეიძლება მოხდეს, თუ სტიქია ისევ შემოგვიტევს ვარ თუ არა დაზღვეულები ახალი ტრაგედიისგან. თბილისის საბედისწერო წვიმა. რა აქვს სათქმელი და რას უპირებს ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიიდან მეექვსე დღეს რეაქციაში ქვეყნის პირველი პირები. მომხდარს ვაჯამებთ მათთან ერთად, ვინც ქვეყნის მართვაზეა პასუხისმგებელი. დღეს საღამოსათზე რეაქციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ხელისუფლების რეაქცია. მაშასე დავიწყოთ შედარებით განელებული ემოციების და პოლიტიკური დაპირისპირებების გარეშე. დღეს შევეცდებით ჩვენი მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე მივიღოთ პასუხები ხელისუფლების პირველი პირებისგან. თბილისის დამანგრეველი სტიქიის შეჯამებით რეაქციაში მონაწილეობენ ქვეყნის პირველები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის მართვაზე. რა სიტყვიან ისინი, რას უპირებენ დაზარალებულებს, რა კომპენსაციებს მისცემენ და რა საბანკო შეღავათებს, რა თანხა დაუჯდება ქვეყანას 13 ივნისი. ვარ თუ არა დაზღვეულები იგივე ტრაგედიისგან, სტიქიისგან მეორების შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება და რა კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო. ვინაა პასუხისმგებელი მომხდარზე? პანიკაში ჩავარდნილი თბილისი გვეშინოდეს თუ არა ქუჩაში სიარული იმის შიშით, რომ სადმე ვეფხვია ჩასაფრებული. ფაქტია, რომ როცა ყველაფერი დასრულებული გვეგონა, 2 დღის წინ დღისით მზისით ადამიანი დაგლიჯა ვეფხმა. ფაქტია ისიც, რომ ადამიანები ასეთი სოლიდარულები უკვე ძალიან დიდი ხანია არ ყოფილან ერთმანეთის მიმართ. ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა ერთ მუშტად შეკრა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხალისეები, მაშველები, სპორტსმენები და ყველა ის პირი, ვინც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შედეგების აღმოფხვაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, დაჯილდოვდებიან. 24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, რომელიც სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს, საწვავი მაინც მიეცით. ეს გამორჩეული კაცია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ასეთი ადამიანი. მე ვფიქრობ, ეს გამორჩეული ადამიანია და კარგი სამსახური უნდა მოუძებნოთ. ასევე ვნახე ახალგაზრდა, რომელიც საკვებს უმზადებდა მოხალისეებს. გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი და მინდა მთავრობის და ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადო მაქვს ინიციატივა ეს პირები წარვადგინო შესაბამის ჯილდოზე. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი ხსნის დღევანდელ რეაქციას. ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგანგებო შტაბის ხდომა მთავრობის კანცელარიაში. საღამომშვიდობისა ბატონო პრემიერო, მადლობა რომ გამონახეთ დრო გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების პასუხები. მე წეგან შემთხვევით არ თქვით ჩემ შესავალში, რომ დღეს როცა ოდნავ მინელდა ემოციები პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა სტიქიიდან მეექვსე დღეს ჩვენ გვინდა მაყურებელმა მოისმინოს ქვეყნის პირველების პასუხები და ვიდრე დაგისვათ პირველ შეკითხვას, ეხლა წვიმს თბილისში და სამწუხაროდ როგორც ჩანს წვიმას უკვე თანახმავს პანიკა, იმიტომ რომ სანამ მე ეთერში შემოვიდოდი ადამიანებმა უკვე დაგვირეკეს მაგალითად ვაჟა შაველადან, სადაც გვითხრეს რომ ხშირად იტბორება ხოლმე ქუჩა და მე თქვენ შემდეგ ჩვენ სტუმარს დავით ნარმანიას დაუსვავ ამ შეკითხვას, მაგრამ თქვენთან მინდა დავიწყო საუბარი სწორედ ამით. ხალხი არის პანიკაში, ძალიან შეშინებულია მოსახლეობა, მაგალითად ქუჩები დაიტბორა დღესაც უკვე გორში. რას ეყოდი თქვენ პირველი თქვენი სიტყვა დღეს მაყურებლისთვის? მოგესალმებით ყველა საღამომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენს ეთერში. მართლაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს იყო მართლაც ძალიან დიდი შოკი იყო ყველასთვის. ჩემთვის პირადად ძალიან დიდი შოკი იყო, მე ჩემ თავზე გეტყვით და შემდეგ უკვე მთავრობის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები ვიყავით და ვართ,
ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრვის საქმეში. მოგეხსენებათ კარგად, რომ როცა დაიწყო ეს საშინელი ტრაგედია, ჩვენ ყველანი ადგილზე გავედით, ეს იყო დაახლოებით პირველი საათი, ალბათ 2 იყო დაწყებული. და მე თავად ვნახე, მე პირველ რიგში წავედი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე თვითონ ვნახე, ჩემი თვალით ვნახე ის საშინელება, რაც იქ ტრიალებდა. გარეთ ცხოველები, დატბორილი მთლიანად ზოოპარკის ტერიტორია და ასე შემდეგ. შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის საშინელება, რაც მოხდა უკვე სვანიძის ქუჩაზე, წმეთის ქუჩაზე და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა იყო ძალიან მძიმე პირადად ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის მე ბუნებრივია ამის ასე ვთქვათ მარტივად და უემოციოდ მიღება წარმოუდგენელი იყო. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის პირველი რეაქცია უნდა ყოფილიყო და პირადად ჩემი რეაქცია უნდა ყოფილიყო ის, რომ დაუყოვნებლივ დამეწყო საანგებო შტაბის შეკრება და კოორდინაცია და დავალების მიცემა გუნდის წევრებისთვის, რაც გავაკეთეთ. იმავე ღამეს, ესე იგი დილის 5 საათზე ჩვენ პირველი თათბირი გავმართეთ, შევქმნით საანგებო შტაბი. მოგეხსენებათ, რომ ჩემს მიერ შექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ცენტრი უკვე სრული დატვირთვით კანონის თანახმად უკვე მოქმედებს და ფუნქციონირებს. უკვე ერთ წელზე მეტია. და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად და ადეკვატურად გავართვით თავი ამ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ისე როგორც ყველასთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე დარტყმა და ტკივილი არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები და ეს რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. ემოციურად ძალიან რთული იყო ამის გადატანა. მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევებს ერთად რა ვსთავარია, თქვენ აღნიშნეთ, რომ საოცარი რწმუნება იხილა საქართველოს ამ დღეების განმავლობაში. ამას მე გეტყვით სიმართლეს, ალბათ არც მე არ მოვილოდი და არც არავინ. ასეთი ერთწლოვანი ქართველი ხალხი დიდი ხანია არ უნახავს ჩვენს მოსახლეობას. ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის მეშვეობით ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველას. მადლობა თქვენ, გაბატონო ინგა და ყველა ჟურნალისტებს, მე დავიწყებდი ასე, ჩვენს გმირ მაშველებს, პოლიციელებს, სამხედროებს, ექიმებს, ჩვენს გმირ მოხალისეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც საოცარი ენერგიით, საოცარი თავდადებით, თავდაუზოგავად შრომობენ და მუშაობენ ჩვენს ჯარისკაცებთან, მაშველებთან ერთად. კი ბატონო, ბატონო ირაკლი. აქ რთული იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო რეაგირებს ადეკვატურად ამ გამოწვევების წინაშე. ბატონო ირაკლი, მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, კონკრეტული კითხვა, რომელიც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ნახა ძალიან დიდი ზარალი, ადამიანური მსხვერპლი, ოჯახის წევრების დაკარგვა და ამის მიღმა ძალიან დიდი ზარალი, უსახკარო დარჩენილი ადამიანები, მაგრამ მანამდე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ, როგორ ფიქრობთ თქვენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იყო თუ არა შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? გულისხმობ ადამიანურ მსხვერპლზე, თუ ხელისუფლება იყო იმაზე მეტად, რაც გააკეთა, შეუძლებელი იყო დაუშვათ თქვენთვის რაიმეს გაკეთება. მე შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში თქვენი ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ბრალდება, რომ ხელისუფლებამ დაიგვიანა, როცა წყნეთში ჩამოწვა მეწყერი, უკვე ძალიან გვიან რამდენიმე რაღაც პერიოდის შემდეგ, საათების შემდეგ მოხდაო ადამიანების ევაკუაცია კი არა და დახმარება, რატომ არ მოხდა ევაკუაცია დროული და ასე შემდეგ. თქვენ ალბათ ამ დღეების განმავლობაში ისმენდით ასეთი ტიპის განცხადებებს. იყო თუ არა ხელისუფლების რეაქცია დროული და შეიძლებოდა თუ არა აი ამ ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება? როგორ ფიქრობთ თქვენ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა და მიიღეთ ინფორმაცია, რომ წყნეთში იყო ჩამოწვეული მეწყერი? იცით რა, მე არ მინდა ახლა ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გავაკეთო რაღაც კომენტარები, მაგრამ მე გეტყვით, რომ როდესაც უკვე ადამიანები იღუპებიან, ამის შემდეგ ძალიან ადვილია დააბრალო ხელისუფლებას, მათი გარდაცვალებას და ყველაფერი. ეს მათი საქმე, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ეს მათი მორალის საქმე იყოს. რაც შეეხება უფრო ასე ვთქვათ ემოციების გარეშე რომ გიპასუხოთ, რამდენად სწორად მოიქცა ხელისუფლება და კონკრეტულად ეს იქნება სამაშველო სამსახური, იქნება ეს მერია თუ სხვა, ზოგადად მთავრობა, ხელისუფლება. ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს, გაბატონო ინგა. თქვენ ძალიან კარგად იცით და ყველა მე მგონი ვიხილეთ, რომ მაშველები იმავე წუთას ჩაერთნენ და არ დაგგვეწეს ჩვენ ყველას ერთად, რომ ეს ძალიან სწრაფად განვითარდა. ამ წყლის მასის ასე ვთქვათ მატება და დატბორვა და შემდეგ ამ ადამიანის გამოყვანა არ იყო ასეთი იოლი საქმე. სწორედ დამადასტურებელი ამის არის ის, რომ ჩვენ მაშველი დავკარგეთ, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ, პოლიციელები დაშავდნენ და ყველანი ვინც ჩართულები იყვნენ ამ
უბედურებაში ისინი არიან დაშავებული და დაზიანებული. ამის დამტკიცება შეიძლება ძალიან მარტივად, რა დროს გავიდა სამაშველო სამსახური, ამა თუ იმ უბანზე იქნებოდა ეს სვანიძის ქუჩა, იქნებოდა ეს წმეთის ქუჩა თუ ზოოპარკის ტერიტორია. ასე რომ სხვა დანარჩენი საუბრები ეს არის უბრალოდ მე მესმის ძალიან კარგად ოპონენტების ეს მათი ამოცანა არის ყველაფერი ცუდი დააბრალონ ხელისუფლებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული ასე ვთქვათ ქმედებები და ამაზე უნდა დავეფუძნოთ, როცა შევაფასებთ ხელისუფლების ქმედებას ან უმოქმედობას. მე როგორ უნდა კიდევ მეორე პრო, როცა ხდება ადამიანების დაღუპვა, აქ ამაზე საშინელება არაფერი არ შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ ყოველგვარი ჩემგან ახსნა განმარტებები, ყოველგვარი ეფექტიანობაზე თუ ეფექტურობაზე თუ სხვა რაღაც ძალიან კარგ ქმედებაზე საუბარი არის როგორ გითხრათ უკვე კარგავს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ელფერს და ყველაფერი ხდება მეორე ხარისხოვანი. ასე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მთავარი ჩვენთვის არის ადამიანი, ადამიანის სიკვდილი. ამის შემდეგ უკვე დანარჩენი ყველაფერი აღსკარგავს. ასე რომ შეაფასოს ეს ობიექტურმა ადამიანმა შეაფასონ და ის თუ როგორ შეიძლება ამ სტიქის თავი ნაცილება ეს ცოტა ისეთ შეკითხვა, როგორ გითხრათ ეხლა ეს სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში ჩვენზე ბევრად ძლიერ სახელმწიფოებში. ამის წინასწარ განჭრეთ, ამის წინასწარ მეტყველება, ეხლა როგორ გითხრათ, ალბათ იმედი მაქვს რომ ამას მე არ მომთხოვენ ოპონენტები ამის წინასწარ განჭრეთას. მით უმეტეს რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი სტიქი არ მომხდარა თბილისში. ამის არც გამოცდილება ჰქონდა ხელისუფლებას, არც ერთ მთავრობას ამის მართვის, ამ სტიქის, ამ კრიზისის მართვის. და ამას გარდა გეტყვით რომ ისეთ სტიქიები, როგორიც მოხდა ამერიკაში, კატრინა, იაპონიაში ხდება, ევროპაში ხდება, უზარმაზარი წყალდიდობები, ასობით ადამიანი იღუპება, ამის თავი ნაცილება, როგორ გითხრათ, ხა ძალიან რთულია. ბუნებასთან მე კიდევ მინდა გავმეორო ის რაც თქვი რომ ბუნებასთან შერკინება და ბუნებასთან ბრძოლა სრულდება ადამიანის დამარცხებით. თუ ეს ბრძოლა ან როგორ დავარქვათ, ბუნებასთან ურთიერთობა არის გუნივრულად დაგეგმილი და განხორციელებული. ასე რომ ამის შეფასება შეიძლება მოხდეს უფრო მეტად კომპეტენტური, ობიექტური სპეციალისტების მიერ, ექსპერტების მიერ და არა პოლიტიკოსების და ოპონენტების რომლებიც ყველაფერს აბრალებენ ხელისუფლებას. კი ბატონო, პოლიტიკური განცხადებების მიღმა თქო უბრალოდ როდესაც გავიხსენეთ თქვენი ოპონენტების მიერ გამოთქმული პრეტენზიები, ისინი საუბრობდნენ დროულ ევაკუაციაზე იგივე სვანაძის ქუჩაზე. კარგით, ბატონო პრემიერო, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი თქვენ ბრძანეთ, რომ სტიქიასთან შეუძლებელია ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან გამკლავება, მაგრამ ფაქტია, რომ ის რაც მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია. ფაქტია ისიც, რომ 13 ივნისის ღამის სტიქიაზე თბილისის პროკურატურამ უკვე აღძრა საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევაზე არის საქმე. თუ გაქვთ ინფორმაცია, მესმის რომ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ თუ შეგიძლიათ ეხლა თქვენ გითხრათ, რაში ხედავთ ან თუ ხედავთ ვინმეს დანაშაულს. საუბარი იყო დაუშვათ, რამდენად ნორმალურად იყო გაკეთებული ეს გზა. საუბარი იყო იმ განხორციელებულ პროექტზე, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ განხორციელდა და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს რა სიტყვის დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დამნაშავე როგორც ასეთი შესაძლოა უნებლიე დამნაშავე შეცდომები დაშვებული და ასე შემდეგ 6 დღის შემდეგ გამოიკვეთა რაიმე მსგავსი. იცით რა არის კაბატონო ინგა? მანამ სანამ არ დასრულებულა ეს კრიზისი, ჩავთვალოთ რომ ეს ჯერ კიდევ სტიქია, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, შედეგები ჯერ არ დაგვითვლია და სამუშაო ჯერ კიდევ ხორციელდება და ჩვენ კიდევ საანგებო ასე ვთქვათ რეჟიმში მუშაობთ. მე არ მინდა რომ დღეს აქ დავიწყო დამნაშავეებზე ან პოტენციურ დამნაშავეებზე საუბარი. მე ჩემი შეფასება ვთქვი, თუმცა მე აღარ ჩაურმავდი ამ ასე ვთქვათ დეტალებს. ამაზე საუბრობენ ექსპერტები, სპეციალისტები, საუბრობდნენ მანამდეც, თუმცა სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ და მათ შორის მათ, ვინც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებს და გვეუბნებია რომ თურმე რაღაც როლოთ არ მოხდა ან ევაკუაცია ან ვერ ავიცილეთ ეს სტიქია ბუნებრივი ასე ვთქვათ ბუნების სტიქია ვერ ავიცილეთ თავიდან. მათ გასაგონად მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანებს თავის დროზე მაშინ როცა შესაძლებელი იყო ექსპერტების და სპეციალისტების აზრის გათვალისწინება, არ გაითვალისწინეს ბევრი რამ. დღეს მე მქონდა სამართლებრივი კომისიის პირველი სხდომა, სადაც მე სპეციალისტები მოვიწვია, მათ შორის ისინი, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაშიც, ანუ და ამ პროექტები, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, ობიექტურად მოითხოვს იმას, რომ და ამ პროექტებელი და თვითონ გზის მშენებელი თუ ის ვინც მუშაობდა უშუალოდ, რა თქმა უნდა, მას დაავალეს, რაც დაავალეს, ის გააკეთეს. და როგორ მოხდა ეს მოხდა ძალიან ფორს-მაჟორულ, როგორც ყოველთვის შევეუდათ რეჟიმში. მე კიდევ მეორე არ მინდა ხა გადაბრალება დავიწყო, ამას მე მირჩევნია რომ ობიექტურმა გამოძიებამ დაასრულოს ეს ყველა შედეგი იქნას შეჯამებული, შეფასებული ობიექტურად მაქსიმალურად, მაგრამ უბრალოდ სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის მინდა რომ აღნიშნო რომ თუნდაც მაშინ იყო სხვა პროექტი,
მე თვითონ დღეს მოვისმინე ამის თაობაზე, რომ არსებობდა უფრო მეტად უსაფრთხო პროექტი, რომელიც გასაგებია, რომ ცოტა უფრო ძვირი ჯდებოდა, 140 მილიონი ჯდებოდა ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ ამის, ასე ვთქვათ, ძალიან მკაცრი, ძალიან ისეთი მყარი დასაბუთება არსებობდა, რომ ეს მეორე ალტერნატიული პროექტი უფრო მეტად უსაფრთხო იყო, ასე ვთქვათ, იმ რეგიონისთვის, იმ ხეობისთვის, არ განხორციელდა. ამას გარდა მინდა ასევე უთხრა მოსახლეობას, რომ ის ელემენტარული აუცილებელი გარდაუვალი, ასე ვთქვათ, დასკვნა, რასაც ქვია, გარემო ზემოქმედების შეფასება, არ გაკეთებულა თავის დროზე. მაშინ როცა ეს რამდენიმე წლის წინ ააშენეს ეს გზა. კიდევ მეორებ, რომ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რადგან მე შეგნებულად არ მსურს ვისაუბრო, მე მეჩვენე, რომ ეს ექსპერტებმა გააკეთონ, სპეციალისტებმა შეაფასონ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ როგორც პოლიტიკურმა ძალამ მივიღოთ გადაწყვეტილება და როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურა არის ჩართული ამ საქმეში და ეს რა თქმა უნდა ვალდებული იყო, რომ ვინაიდან 19 ადამიანი დაიღუპა და სწორედ პროკურატურამ უნდა დაადგინოს ობიექტური სიმართლე. თუ რა მოხდა და ის გამო მოხდა ეს მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, იმის თქმა, ხელახებით თქმა, რომ რომ არ ყოფილიყო ეს გზა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ან ადამიანები არ დაიღუპებოდნენ, ალბათ ამის თქმაც არ იქნება მთლად სამართლიანი, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია არის ეს, როგორც მე მოვისმინე სპეციალისტებისგან, შეიძლება იმის თქმა, რომ აი იმავე ლოგიკით, რა ლოგიკითაც ისინი გვაკრიტიკებენ ჩვენ, რომ ასეთი მსხვერპლი არ ყოფილიყო. იმიტომ რომ ის მდინარე მაგალითად ახლა მდინარე ვერე, რომელიც მოედინება, ხო? თავიდან ჯერ კიდევ 60 წლის წინ გაკეთდა ის გვირაბი, რომელშიც მდინარე უნდა, ასე ვთქვათ, გასულიყო. შემდეგ მამ გვირაბს დაამტეს რამდენიმე გვირაბი. მე კიდევ ვიმეორებ ტექნიკური დეტალები შევდივარ და მე აღარ მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ თქვენთვის გასაგონია და მოსახლეობას რო აუხსნა, რომ როგორ მოხდა ეს, რომ ფიზიკურად ვეღარ მოხერხდა ამ მდინარეს გატარება, იმიტომ რომ წინაღობა უფრო მეტი შეექმნა მდინარეს, რა თქმა უნდა ამას დაემატა ის მასა, რომელიც ჩამოყვა, ეს მიწის მასა, ეს სილა, ეს ხე და ასე შემდეგ, ასე რომ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რაც მოხდა. კი ბატონო, ყოველგვარი სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ იმოქმედა დროულად, არის ყოვლად უსაფუძვლო, ამის დასაბუთება შეიძლება გადახედოთ ჩვენს ქმედებას პირველივე წუთებიდან. პირველივე წუთებში, ესე იგი, გასული იყო თბილისის მერი, საპატრულო პოლიცია, პოლიციელები თვითონ თქვენ ნახეთ კადრები, პოლიციამ როგორ ივაშკაც, როგორ გმირულად იქცეოდნენ ისინი, სამაშველო სამსახური, მაშველი შეეწერა, თვითონ მან ათეულობით ადამიანი გადაარჩინა, თვითონ შეეწერა, საკუთარი ცოცხლი გაწირა. ექიმები იქნებოდნენ, ჟურნალისტები, ყველანი აბსოლუტურად მთელი სამსახურები იყო აბსოლუტურად მობილიზებული. და გეტყვით ასევე, რომ იმავე ღამეს მე 5 საათზე გავეცი დავალებები. პირველი საკოორდინატო შტაბი შევქმნი, თათბირი ჩავატარე და იმავე დღეს, იმავე წუთად დავიწყეთ ჩვენ დავალების გაცემა და კოორდინაცია. ერთი კითხვა მინდა, თუ შეიძლება რომ დაგისვათ, საინტერესოა ის, რაც იტყვის დაუშვა დედაქალაქის მერე, თუ კი სპეციალისტები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თავის დროზე იყო დაშვებული აი ამ პროექტის განხორციელებისა შეცდომები, დაუშვათ ნარმანიამ 1 წელია იგი უკვე მერია, თუ გააკეთა რაიმე აი ამ პრევენციისთვის, მე ამ კითხვას დაუსვამ მას აუცილებლად, მანამდე თქვენ მინდა დღეს კონკრეტულად მიპასუხოთ, რას უპირებს ხელისუფლება ამ ახალ გზას. არის საუბარი იმაზე, რომ ეს შეიცვლება, მაგრამ მანამდე მოხდება მისი აღდგენა. თუ რაიმე ხიფათის შემცველია, რატომ გადაწყდა, რომ ეს გზა ხელახლა უნდა გაიხსნას. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ გზასთან დაკავშირებით? კი ბატონო, გეტყვით. მანამდე მე მინდა უბრალოდ რაღაც მცირე კომენტარი გავაკეთებ თქვენს მედასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, ან თქვენ თქვით რომ ნარმანიას დაუსვამთ ამ შეკითხვას, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ვერც ნარმანია, ვერც ღარიბაშვილი, ვერც ვერავინ ამის წინასწარ განსაზღვრას ვერ შეძლებდა, ბუნებრივია. არავინ არ მოელოდა, რომ ასეთი ტიპის დამანგრეველი, ასე ვთქვათ, სტიქია იქნებოდა მოვლენილი 13 ივნის საქართველოში ამის წინასწარ მეტყველება როგორ წარმოგიდგენიათ, ვის შეეძლო. ეს ხომ აბსურდია, ჩვენ ხო აბსურდებს ვსაუბრობთ, ხაბატონო ინგა. და ეს კითხვები არის აბსურდული. და ამ აბსურდულ კითხვებზე სერიოზული კომენტარის გაცემაც უკვე რაღაც აბსურდზე ემგონება, მაგრამ რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შეკითხვას, ესე იგი, რას უპირებთ ამ გზას. დღეს ქონდა უკვე ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა ქონდა, კომისიის პირველი წყობა ჩავატარეთ და გავიცით დავალებები, ხვალ დილით 11 საათზე მერიაში იკრიბებიან ეს ადამიანები, სპეციალისტები, ექსპერტები. კიდევ მინდა გავემეორო, რომ ყველას, ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს ამ ჯგუფის მუშაობაში, მათი კარიერა აბსოლუტურად ღია. პირიქით მე ვიქნებ მადლიერი თუ სხვები ჩაერთვებიან, ვის აინტერესებს ეს საქმე და ვისაც აქვს კომპეტენცია იმისა, რომ რაღაც მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. რას უპირებთ ამ გზას? გვაქვს ჩვენ ესე იგი შემდეგი მოსემულობა. პირველ რიგის აუცილებელი გადაუდებელი სამუშაოები, რაც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ, არის შემდეგი. პირველი, ჩვენ უნდა დავამონტაჟოთ აი დღეს ხვალ ძალიან მალე უკვე დაკვეთილი არის ასე ვთქვათ განგაშის სისტემები თელს ასე ვთქვათ ამ მონაკვეთზე ეს არის 30 კილომეტრიანი მონაკვეთი და ანუ იმ სათავიდან საიდანაც სათავეს იღებს ეს ვერას მდინარე ამის შემდეგ ჩვენ ვაპირებთ რომ ეგრეთ წოდებული ხერხეული გზის ბარიერები ანუ ცხაურების მონტაჟი დავიწყოთ ეს დაახლოებით 3 მილიონი დაგუჟდება მაგრამ
ამ კალაპოტის მანძილზე გვინდა რამდენიმე ასეთი ინსტალაცია მოვაწყოთ. ასევე ჩვენ გეგმავთ რომ თვითონ ამ ნალექიანობის მზომი აპარატურა განმათავსოთ ამ მთელს ამ პერიმეტრზე. ამას გარდა ჩვენ გეგმავთ რომ დავიწყოთ დაუყოვნებლივი განსახლების გეგმა, რაც მოგცემს საშუალებას რომ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ და ვიზნოთ და მე დღეს ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო ჩვენ ყველა საქმე რაც გავაკეთებთ და რაც ვაკეთებთ უნდა გამოვიდეთ, უნდა გამოვიყვანოთ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან და მხოლოდ ამის მეთოდით უნდა დავაწყოთ და ვიგმოთ შემდგომი ნაბიჯები და საქმიანობა და კოორდინაცია უნდა გავუწევთ ასე. და ასევე გეტყვით რომ ამ გზასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგი ხედვა. ანუ დღეს კომისიის სტუმრაზე გაიყო აზრები. პირველი მოსწრება იყო შემდეგი რომ მოკლევადიან გეგმაში ჩვენ აღვადგინოთ ეს გზა, ვინაიდან გარეთ ქალაქში ტრანსპორტის მიმართულებით იქმნება ძალიან დიდი სირთულეები და შეიძლება კოლაფსი გამოიწვიოს, მე შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ ანუ ტრანსპორტის მიმართულებით შეიძლება ძალიან დიდი გართულება მივიღოთ. განსაკუთრებით სექტემბერში, მაშინ როცა სწავლა იწყება. ასე რომ მე მერიას მივეც შემდეგ დავალება და ზოგადად კომისიას, რომ მათ უახლოეს 3-4 დღეში მაქსიმუმ წარმოადგინონ ხედვა, თუ არ აღადგენენ ამ გზას დროებით მაინც, მანამ სანამ ჩვენ საშუალო და გრძელვადიან გეგმაზე გადავალთ. ანუ რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან გეგმას, თუმცა მანამ მიგეტყვით, ანუ თუ არ აღვადგინეთ ამ გზას, მაშინ უნდა წარმოადგინოს მერიამ ალტერნატიული ხედვა ტრანსპორტის გადაგეგმარების მთელს ქალაქში. ამის გაკეთება ალბათ ძალიან რთული იქნება, ვინაიდან მოცემულობა არის ის რაც არის. ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა არის და ამ მანქანების შემცირება ჩვენ ხელოვნურად ვერ დავიწყოთ და ვერ ვაიძულოთ ადამიანებს რომ მანქანების გარეშე იარონ და მეორე მხრივ სხვა დამატებით გზებს ვერ გავაჩენთ. ანუ ამის ეს ძალიან რეალისტები უნდა ვიყოთ და ძალიან პრაგმატულად უნდა ვიფიქროთ. მეორე თუ ამის ალტერნატიული ტრანსპორტის ხედვას ვერ წარმოადგენს მერია, იმიტომ რომ ფიზიკურად შეიძლება ეს ვერ მოხდეს. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდებით, იძულებული სიტყვა მინდა რომ ვიხმარო, იძულებული ვიქნებით რომ ეს გზა არსებული აღვადგინოთ, ამაში დაგჭირდება ჩვენ ამ ხიფათის მიუხედავად, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, ამ დღეებში მაინც მოხდეს ეს იქნება დროებით. ხალხო, ეს იქნება დროებით. ჩვენ ეს გზა, ჩვენ რომც დავიწყოთ ჩვენ, ანუ ამ გზის გადაგეგმარება, ამ ხეობის გადაგეგმარება და სხვა ბევრად უსაფრთხო, ასე ვთქვათ, კონფიგურაციის შემოთავაზება, გადაწყვეტის შემოთავაზება ჩვენ ამას ფიზიკურად დროში ვერ განვახორციელებთ. ანუ იმ გრძელვადიან გეგმის განხორციელება დაჭირდება რამდენიმე თვე, ან ერთი წელი, ან შეიძლება მეტიც. 18 თვე, 2 წელი შეიძლება, იმიტომ რომ საკმაოდ რთულ საკონსტრუქციებზეა და რთულ საქმეზეა საუბარი. ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაშვებულ შეცდომების გამოსწორებაზე საუბარი. მეგობრებო, პირველ გვირაბს, რომელიც გაკეთდა ვაკეს საბურთალოს გზაზე, იცით ამის თაობაზე და სწორედ ის არის პირველი პრობლემა. ამას დაემატა უკვე შემდეგი ახალი გვირაბი, რომელიც წინახელს პრობლემა აჩვენა. ასე რომ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება და შემდეგ ამას ემატება უკვე აქეთ ზოოპარკის მხარეს და სანამ ტყვარში ჩაედინება მდინარე, მანამდე ის მონაკვეთს უნდა შევცვლოთ, გადავაგეგმაროთ. ასე რომ ამას შეიძლება დიდი დრო და შეიძლება რა თქმა უნდა დიდი თანხები. ამას ერთ თვეში და ორ თვეში რა თქმა უნდა ვერ მოასწრა. ასე რომ კიდევ მეორებ რომ ჩვენ მოგვიწევს იძულებული გავხდებით ამ გზის აღდგენა მოვასწროთ სექტემბრამდე. სექტემბრამდე. მე არ მინდა ვიჩქარო სექტემბრამდე. მე არ მინდა ვიჩქარო, მე მინდა დაველოდო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას. ვისურვოთ რომ მერია წარმოადგენს სხვა ალტერნატიულ ხედვას ტრანსპორტის მოგვარების და გადაგეგმარების, თუმცა ამის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი, ასე რომ ადვილი ასე ვთქვათ სათქმელია იმისა რომ ის რომ ალბათ მოგვიწევს ამ გზის აღდგენა. ბატონო ირაკლი, მე ვიდრე დაგიშავთ შეკითხვებს შეიძლება. რა თქმა უნდა, დაასრულეთ და შემდეგ დავთ. ამავდროულად ამ გზის აღდგენის პარალელურად ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ სხვა უსაფრთხოების ზომების მიღებას, რაც მე ჩამოგითვალეთ. ანუ განგარჯის სისტემა, ის ხება განსახლების გეგმა, რომ მაქსიმალურად გავიყვანოთ ამ ხეობიდან და ასევე სურანძის ქუჩიდან, ასევე ის ბარიერები, ხერხეურძის ხერხეურძის ბარიერების ცხაურების მონტაჟი. ასე რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაზრდის უსაფრთხოებას. მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ კონკრეტულად რას უპირებს ხელისუფლება დაუშვათ იმ ადამიანებს, ვინც მიიღო ზარალი, ვინც დაკარგა ყველაფერი. აქ იყო საუბარი ახალი სახლის შესახლების მშენებლობაზე, აქ იყო საუბარი საბანკო შეღავათებზე, ზოგისთვის მთლიანად განულებაზე, საბანკოს ესხების. ძალიან საინტერესოა თქვენგან კონკრეტული პასუხები. ეხლა რო გითხრათ პირდაპირ ეთერში, რა ელოდებათ ადამიანებს, რომელმაც ამ ხელა ზარალი ნახეს, თუმცა მანამდე თქვენი ნებართვით მე მინდა უბრალოდ წავიკითხო დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადება, რომელიც მან გაავრცელა. მე თბილისის ყოფილი მერი პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რასაც ჩემს გუნდთან ერთად მივაღწია ან ვერ მივაღწიე, ჩემი პოზიცია არასოდეს შეიცვლება იმის მიხედვით არის თუ არა ის მონგებიანი. ეს გზა აუცილებელია ქალაქის ფუნქციონირებისთვის და მისი საჭიროება რამდენიმე დღეში მწვავე გამოჩნდება, როცა ქალაქს სატრანსპორტო ქაოსი მოიცავს. ეს იყო დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადება. უბრალოდ მე მაყურებლისთვის მინდოდა კიდევ ერთხელ რომ გამეცნო
გაიცნო იგი და ეხლა მინდა თქვენგან მივიღოთ პირდაპირ პასუხი, რას უპირებთ კონკრეტულად ამ ადამიანებს? ახალი მშენებლობა გამოიყო თბილისში, მიწა თუ ჯერ არ არის გამოყოფილი, როდის მოხდება, სად მოხდება და როგორ მოხდება ამ ხალხის უზრუნველყოფა საცხოვრებლით? გისმენთ? გეტყვით, ვინაიდან თქვენ წაიგითხეთ ყოფილი მერის განცხადება, მე არ შემიძლია რომ კომენტარის გარეშე დავტოვო. რა თქმა უნდა, ის რომ გზა არის საჭირო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ როგორი გზა არის, სად უნდა ყოფილიყო ეს გზა, ან როგორ უნდა ყოფილიყო დაპროექტებული, ან მდინარე როგორ უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მდინარის მიმართულება როგორ უნდა ყოფილიყო. ხომ არ შეიძლება რომ მდინარეს დაუწყო ბრძოლა, ძალიან მარტივია, მარტივ რაღაც ვამბობ ხა, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მე საკმაოდ კარგად გავერკვიე, თუმცა რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ სპეციალისტებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ ამის თაობას, მაგრამ ჩვენ რეალურად მდინარეს ვაიძულებთ, რომ გაიაროთ ისეთ პატარა გვირებს, სადაც ფიზიკურად ვერ გაიდება მდინარე. და არავითარი რისკის შეფასება არ მოხდარა. ასე რომ როცა მდინარეს უსვრი კალაპოტს ან კალაპოტის მაგიურად შენს თავაზობს სხვა გასასვლელს, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა რომ მდინარე შეგებრძოლება და რაღაც მიიღებს სტიქიას არის ძალიან მაღალი. ასე რომ ეს დანარჩენი სპეკულაციები. თუმცა ამის თაობაზე ალბათ ვისურვებდი რომ სპეციალისტებმა საბოლოო სიტყვა თქვან, აი ეს კომისია იმუშავებს და წარმოადგენს საბოლოო დასკვნას. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა იქნება საინტერესო. ადამიანებთან დაკავშირებით, როდის მოხდება მათი უზრუნველყოფა? სასახად მინდა განვაცხადო. და აგერ პირდაპირ ეთერში მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველა ოჯახს ვუზრუნველყოფთ საცხოვრებელი ბინებით და არც ერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ. ეს არის ძალიან პრინციპული ნათქვამი და ჩვენ ამის აღსრულებას აი დღეს ხვალ უკვე ვიწყებთ და დაწყებული გვაქვს. განსახლების გეგმა, რომელიც მე უკვე ვახსენე, ეს გეგმა ამაზე მუშაობაც უკვე დაწყებული არის. მიწის რამდენიმე ვარიანტი უკვე არის გამოყოფილი და გვაქვს ჩვენ რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. სად თუ შეგიძლიათ? ფინანსების მობილიზებაც რაც შეეხება ჩვენ ამაზე აქტიურად მუშაობთ, ფინანსთა სამინისტრო დონორებთან მიდის მუშაობა, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, ევროკავშირთან. ჩვენ პირველი ტრანში მივიღეთ 3 მილიონი ევროს სახით ევროკავშირიდან, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმედი რომ დამატებით მივიღებთ. ამას გარდა ჩვენ ვაპირებთ რომ სესკიც ავიღოთ. ალბათ მსოფლიო ბანკიდან ან უფრო ამასთან დაკავშირებით ნოდარ ხადური ისაუბრებს, ის გაგიმარტავთ თუ რას აპირებს მთავრობა ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ჩვენ სანერვიულო არაფერი არ გვაქვს სამმართველოდ. მე მინდა მოსახლეობა დავამშვიდო და დაზარალებული ოჯახები, რომ მათ ამ მიმართულებით ამ კუთხით არავითარი სანერვიულო არ აქვთ. მთავრობა უზრუნველყოფს ყველა ოჯახის განსახლებას, იქნება ეს მათი დაბინავება, ბინების გამოყოფა, მშენებლობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ინდივიდუალურ გადაწყვეტას შევთავაზებთ მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ობიექტურად მაქსიმალურად. ეს არ იქნება ერთი სტანდარტული პირობა ყველაზე გავრცელებული. დიახ, ეს მინდოდა მეკითხა, ანუ როგორ მოხდება კრიტერიუმები, რა იქნება, ყველას ერთნაირი ფათი იქნება შეთავაზებული თუ იმის მიხედვით ვინ როგორი ზარალი ნახა. ესეც აინტერესოა, იქ იყო ზოგს უფრო დიდი. ანუ კრიტერიუმებს, მოსახლეობის განსახლების კრიტერიუმებს და მეთოდოლოგიას განსაზღვრავს განსახლების გეგმა, რომელზეც მუშაობს უკვე მერია, თბილისის მერია, ასევე ჩართული არის სუბარის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ისინი ეხმარებიან აქტიურად. და ეს კომისიაც რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ კიდევ ვიმეორებ რომ არავითარი შეფერხება, არავითარი საზრუნავი სანერვიულო ამ ხრივ მოსახლეობას არ იქნება. ბატონო პრემიერო, უმნიშვნელოვანესი არის თავარია ჩვენ ამას რაღაც აბსტრაქტულ ვადაში არ განვახორციელებთ, ჩვენ კონკრეტულ ვადებს ვეთყვით და დაუწესებთ. მე ვადებზე მაქვს საუბარი ახალ გუნდთან. მე მათ ვთხოვ კონკრეტულ ვადები წარუდგინოს და აუხსნას მოსახლეობას თუ რა ვადებში უზრუნველყოფს მთავრობა ხელისუფლება მათ გადაყვანას, მათ მოთავსებას ბინებში, სახლებში. ასე რომ ეს ხდება ძალიან კაფიოდ ნათად გაწერილი გეგმა. რა შეიძლება იმ ხალხს, ვინც არის აი ამ ვისი სახლებიც არის აი ამ სტიქიური ზონის სიახლოვეს, იმ შემთხვევაში დაუშვათ ღმერთმა დაგვიფაროს თუ კიდევ განმეორდა სტიქია, რამდენად უსაფრთხო არის მათი ცხოვრება, თუნდაც ხეობაში არსებულ კორპუსებში ცხოვრება და ხომ არ იგეგმება რომ აი როცა თქვენ საუბრობდით განსახლებაზე, რომ ამ ადამიანების განსახლებაც მოხდეს. გულისხმობ მათ, ვისაც უშუალოდ არ შეეხო ზარალი არ უნახავს, მაგრამ საფრთხის შემცველია შეიძლება მათთვისაც. კი ბატონო. კიდევ ვიმეორებ რომ განსახლების გეგმა განსაზღვროს კონკრეტულად რომელ სახლებს შეეხება, რომელ ოჯახებს, რომელ კორპუსებს მათი ადგილებიდან განსახლება. ასე რომ მე წინასწარ რა თქმა უნდა ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ კორპუსს შეეხება, ან რომელ ოჯახს, ან რომელ სახლს გადასახლება თუ განსახლება. ამას ეს კომისია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაადგენს, ალბათ ამას შეისწავლიან. რა თქმა უნდა კომისია ზუსტად დაადგენს იმ რისკებს და შეაფასებს, რომელიც არსებობს ხეობაში. სასახად შეიძლება ითქვას, გაბატონინგა და მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა ამ ხევში სახლების მშენებლობა. გულისხმობთ იმ კორპუსებს, ბატონო ირაკლი, რომელიც აშენებულია, ის იყო ძალიან დიდი დარღვევა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, დარღვევა.
სამწუხაროდ არა მხოლოდ წინამთავრობა, არამედ იმის წინამთავრობამაც არ მიაქცია ამას ყურადღება. ნებართვები გაცემული არის პირდაპირ მდინარის კალაპოტში. ამის დაშვება არის ეს თქვენ ამბობთ. არათუ საფრთხის შემცველი, არამედ ეს არის დანაშაული, მეგობრებო. ამის გაკეთება არ შეიძლება უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას პირდაპირ საფრთხის ქვეშ ვამყოფებთ. და კიდევ გიმეორებ, რომ ეს პრობლემა არის წლების განმავლობაში დაგროვილი. მე მინდა გავახარო ახლა წინა ხელისუფლება ეს მათი პრობლემა არ არის ხო? ეს ჯერ კიდევ ბერიას დროინდელი პრობლემა არის და უფრო აკეთაც ხო? ასე რომ ამ პრობლემას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და ამ სჭირდება სისტემური გადაწყვეტა. არ შეიძლება რომ რაღაც ემოციურად ერთ სახს მივცეთ ნებართვა, მეორე გადავასახო და ამ. ასე რომ ჩვენ რაც არის კარგი, ყველაზე კარგი რაც ახლა ამ დღეებში მოხდება, კომისია დაადგენს და განსაზღვროს პოლიტიკას. ვინ უნდა გააცახლოს და ვის ემუქრება საფრთხე ამის მიხედვით. ვისი განსახლება ასე ვთქვათ მოხდება და განსაზღვრება ზონები. ეგრეთ წოდებული აკრძალული ზონები, რომ ამ ზონაში არ შეიძლება უსაფრთხოების მიზნები და გამომდინარე არ შეიძლება მათი დასახლება. კი ბატონო, კი ბატონო. უსაფრთხოების მიზნებზე, უსაფრთხოებაზე ზოგადად ჩვენ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო არ აქცევდა, მთავრობა არ აქცევდა ყურადღებას. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა მთავრობისთვის. და ჩვენ ყოველი ნაბიჯი, ყველა ქმედება უნდა ასე ვთქვათ, გამოვიყვანოთ მოქალაქეების უსაფრთხოებიდან და არ შეიძლება სხვანაირად ვიმოქმედოთ. ბატონო პრემიერო, ერთი კითხვა თუ შეიძლება უნდა დაგისვათ, უმნიშვნელოვანესია კიდევ ერთი თემა, რომელზეც იყო ხელისუფლებაში საუბარი, გულისხმობ დაზარალებულებისთვის საბანკო შეღავათებს. როგორ განისაზღვრება ეს შეღავათები? ანუ საბოლოოდ მიაღწიეთ თუ არა ბანკებთან აი ამ მოლაპარაკებას, საბოლოოდ არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული ამ საბანკო შეღავათებზე და საერთოდ ჩამოეწერებათ, გადაუვარდება თუ როგორ მოხდება ეს? 100% ჩამოეწერებათ ფიზიკურ პირებს ვაზუსტებ ეს საბანკო დავალიანება. ამ გულისხმობ დაზარალებულებს და მათ ვისაც ეს სახლები და ხო დაზარალებულებს გულისხმობ. 100% ეს არის კომერციული ბანკების ინიციატივა და მე მინდა კიდევ ერთხელ მათ მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი შეღავათია და დიდი დახმარება არის ამ დაზარალებული მოსახლეობისთვის. ეს ძალიან საინტერესო, ანუ ბანკებისგან უკვე არსებობს თანხმობა და გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ 100% ჩამოეწერებათ ეს საბანკო დავალიანება ფიზიკურ პირებს. და რაც შეეხება ბიზნესმენებს დაუშვათ, იქ არსებობდა ერთ-ერთი კომპანია, მაგალითად ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა, რომლის მფლობელი საუბრობდა, რომ 3 მილიონამდე ზარალი ნახა მან ამ სტიქიიდან გამომდინარე. აი ასეთ შემთხვევებზე რას აპირებს ხელისუფლება? ნუ რაც შეეხება ასეთ შემთხვევებს, მე გუშინ მქონდა საუბარი ბატონ ხადურთან ამ კომპანიებზე და ბატონი ხადური დამპირდა რომ მაქსიმალურად დაეხმარება ეს კომპანიებს. იქნება შეღავათები ჩამოაწერს ზარალს და ძალიან ბევრ შეღავათებს გაუკეთეს, რომ ამ კომპანიებმა შვება იგზნო. და ჩვენ არავითარ წნეხს არ ვაგზნობინებთ. ამას გარდა მე მინდა გითხრათ, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ზახსაშენი იცდრო იქ და დაზიანდა და შემდეგი შეკითხვა, დიახ, ჩვენ უკვე გამოვუყავით გუშინ წინ სხვა ფარტი სახელმწიფო ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკის მინისტრმა გამოუყო უკვე სხვა ფარტი თბილისში, აქ აფრიკის დასახლებაში და იქ მოაწყობს უკვე ძაღლების ასე ვთქვათ ადგილსამყოფელს, თავშესაფარს. მასთანაც მიიღწეულია ანუ შეთანხმება. გავუყვანეთ, ელექტროენერგიას გავუყვანეთ და ყველაფერი გავუკეთეთ, რაც გასაკეთებელი იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს და ძალიან კარგი. ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, რამდენად უსაფრთხოა თქვენი აზრით სტიქიიდან მე-6 დღეს თბილისის ქუჩებში გადაადგილება? რაღაც არანორმალური სიტუაციაა ჩვენს ქალაქში შექმნილი, გულისხმობ მტაცებელი ცხოველების ძიების პროცესს, ადამიანებს უკვე გადაადგილება ეშინიათ, არის უამრავი გამოძახება, არის უამრავი ზარი 112-ში, ამას იმიტომაც გეკითხები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ეს პანიკა 2 დღის წინ მომხდარმა ფაქტმა, როდესაც ლაგუნა ვერესთან ადამიანი იმსხვერპლა ვეფხმა. თუმცა წინა დღეს ჩვენ მოვისმენთ, რომ არ იყო საფრთხე და რომ ყველა ცხოველი იყო უკვე უსაფრთხო და უკვე ცხოველები ქუჩაში აღარ იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვეფხმა დაგლიჯა ადამიანი. რა სიტყვით ამაზე? აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოა დღეს თქვენი თანამოქალაქეებისთვის ამ ქალაქში სიარული? ჩვენ მოსმენილი გქონდა პრემიერის განცხადება, მოსმენილი გქონდა კრისების მართვის ხელმძღვანელი ჯანელიძის განცხადება და ასე შემდეგ, რომ საფრთხე არ იყო, მაგრამ მეორე დღეს თქვენც მოგიწიათ ბოდიში მოგეხადათ და ჩვენ ყველა ვნახეთ პირდაპირ ეთერში თქვენი შეხვედრა გომელაურთან და ჯანელიძესთან. დღეს რა შეგიძლიათ თქვა ბატონო პრემიერო? მე გეთანხმებით, რომ რაღაც პანიკის ნიშნები შეიმჩნევა. ნუ გასაგებია ხა, იმიტომ რომ ეს ფაქტი არ მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ამის აბსოლუტურად აღარ იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ჩვენი შესაბამისი უწყებები, მე გულისხმობ შინაგან საქმეთა მინისტროს, პოლიციას და სპეციალურ დანაყოფებს აკეთებენ ყველაფერს. ჩვენ ამ პროცესში ჩავერთეთ მონადირეებიც, მერიის
მონიტორინგის სამსახურიც, ანუ შესაბამისი სამსახური, რომელიც მუშაობს ამ ცხოველებზე, ასე რომ თქვენ ხედავთ, რომ ძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, აქტიურ ასე ვთქვათ, ფაზაში არის ეს სამუშაოები გადასული. ასე რომ კიდევ ერთხელ მე რა შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმალურად მოსახლეობას მოუწოდო, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავენ, დააფიქსირონ ეს ზარი, 112-ზე დარეკონ და ფრთხილად ვიყოთ, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი პანიკური ზარები ჩემოდის. ჯობია რომ გადავამოწმოთ nebismiri ასეთი საეჭვო რაღაც ცხოველის დაფიქსირება, ვიდრე ეს საეჭვო რაღაც გარემოება დავტოვოთ რეაგირების გარეშე. ასე რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, დროსთან არის დაკავშირებული და ძალიან დიდ ძალისხმევასთან ამის მიუხედავად ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მზად, რომ ყველა სამსახური არის აბსოლუტურად მობილიზებული, რომ nebismiri ასეთ რეაგირებაზე, nebismiri ასეთ ზარზე მოახდინოს დროული ბატონო პრემიერო, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, სრულიად გულწრფელად უნდა გითხრათ ეთერში. მე პირადად ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ პრემიერმა უნდა იცოდეს, რამდენი ცხოველი არის დაუშვათ ზოოპარკში და პრემიერის შესაძლებელია თუ არა ამ კითხვასაც არ ვსვავ მე პირადად, რომ დაძდევდეს ცხოველებს, მტაცებელს თუ ის არის გარეთ, მაგრამ რა სიტყვით კრიზისების მართვის ხელმძღვანელზე, ცენტრის ხელმძღვანელზე, ბატონ ჯანელიძეზე, რომლის მოვალეობა და ფუნქცია იყო ეს პირდაპირ ვთქვათ, მოდით, ანუ ეს არის სამსახური, რომლის ფუნქციაც იყო. ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში იგივე ბატონ ჯანელიძის მხრიდან, რომ თავარი დამნაშავე თითქოს ისე გამოვიდა, ამ ყველაფერში იყო ზოოპარკის დირექტორი, რასაც შემდეგ მის დაკითხვას პროკურატურაში თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მოყვა ძალიან დიდი მღელვარება. აი, ამაზე რა სიტყვით, ანუ კრიზისების მართვის საბჭო რამდენად ადეკვატური აღმოჩნდა, თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ანუ შეიძლება არ ქონდეს ინფორმაცია დაუშვათ ზოოპარკის დირექტორს, შეიძლება მას რაღაც შეეშალა, ვალდებულება იყო თუ არა ამ საბჭოს ხელმძღვანელის ან საბჭოს შემადგენლობის მხრიდან, რომ ქონოდა ზუსტი ინფორმაცია. მაშინ მეც ასევე გულახდილად გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, ისე როგორც ყოველთვის და ბოლომდე გეტყვით სათქმელში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ხა პირველი ინფორმაციის წყარო არის ზოოპარკის დირექტორი და ზოოპარკი ზოგადად დავარქვა ზოოპარკი. პირველი ვისთანაც მიდის ინფორმაცია ეს არის უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ანუ პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო. დიახ. პირველი ასე პასუხისმგებელი უწყება არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამის შემდეგ, ანუ იმას უნდა მოეხდინა გადამოწება, ხო, ამ ფაქტის. დიახ. და ამის შემდეგ ინფორმაცია ამოდის საბჭოში, ანუ შტაბში, ცენტრში, კრიზისების მართვის ცენტრში და უკვე საბოლოო ინფორმაცია მოდის ჩემამდე. კრიზისების მართვის საბჭო რა თქმა უნდა აეფუძნა ერთის მხრივ შსს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და დასრულებულ ფაქტს და ინფორმაციას ვინაც შსს თავის მხრივ გადაამოწმა ინფორმაცია ზოოპარკთან. ხო, მაგრამ მათაც ხო არიციან რამდენი ცხოველი იყო მანამდე ზოოპარკში. ხა მეორე მხრივ არ შეიძლება რომ დააბრალოს შსს რო აი ეს რამდენი ცხოველი იყო ეს უნდა ცოდნოდა. წინასწარ ხო? ეს ინფორმაცია ბუნებრივად წამოიღო ზოოპარკიდან. და მოხდა ისე რომ საბოლოო ჯამში ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. და იმავე დღეს, იმ დღეს დილით აღმოჩნდა რომ კიდევ ერთ ვეფხვს და ერთ აფთარს ეძებდნენ. დავარქოთ ამას რომ იცით რა ხა ძალიან რთული დღეები იყო ზოოპარკის დირექტორისთვის და ყველასთვის, ჩემთვის პირადად და ყველასთვის. მე დარწმუნებული თქვენთვისაც ასევე, მაგრამ იყო რაღაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ემოციური ფონი. და შოკი იყო, ასე ვთქვათ, ყველასთვის, ხო? და მოხდა რაღაც გაუგებრობა და ბოლო მომენტში თქვა ზოოპარკმა რომ ეს, ასე ვთქვათ, ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი დაკარგული. კიდევ მეორე რო არის ძალიან მძიმე, ამის ახსნაც ძალიან რთულია და მე რა თქმა უნდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს და მე აქვე მინდა რომ კიდევ ერთხელ ავუხსნა მოსახლეობას. იმიტომ რომ გუშინ ისეთი მიზანმიმართული კამპანია წამოიწყეს ჯგუფებმა რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით ამ ჯუხის გადატეხვას ზოოპარკის დირექტორზე. არასოდეს კალბატონინგა, ვისაც ჩვენთან შეხება აქვს და ვისაც ჩვენთან უმუშავე და მუშაობს არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ უსამართლოდ ადამიანი დაგვეშაგროს და მასზე გადაგვებრალებინოს რაღაც. ჩემი პრინციპი არის ყოველთვის შემდეგი, რომ სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა ეს უნდა დავიცოთ ყოველთვის და ყველა ადამიანმა, მithumetes მართლებმა, რომლებიც მართავენ ქვეყანას, რომ ეს სასახად გამორიცხული იყო იმავე დროს. უბრალოდ ჯანელიძემ და გომელაურმა ფაქტების, ასე ვთქვათ, მოყვანა დაიწყეს და მოყვის რას იყო. და ამ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებლობას არ არის ფატალურად დასრულდა ეს. ტრაგიკული შემთხვევა იყო და ფატალურად დასრულდა ეს შემთხვევა. მე როგორც მოვისმინე, რა თქმა უნდა, მე პირველი ბუნებრივია, მე არ კითხვა არ დამისვამს მე პირველ რიგში.
ზოოპარკის დირექტორისთვის. მე გითხო დაუსვი შინაგან საქმეთა მინისტრს. თუ რა ღონისძიებები გაატარეს, გადაამოწმეს თუ არა ზოოპარკის მიერ მიღებული ინფორმაცია და ეს ძებნის ღონისძიებები მიმდინარეობდა თუ არ მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, მან მითხრა რომ მიმდინარეობდა, არ შეწყვეტილა. მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკიდან ესე იგი წამოვიდა ინფორმაცია, რომ ეს ცხოველები აღარ იყვნენ გარეთ, პოლიცია მაინც აგრძელებდა ძიებას. გასაგებია. ეს რაც ინფორმაცია მიიღეს სამინისტროდან. გასაგებია. ჯანელიძის ფუნქცია ამ შემთხვევაში კარგად რომ გავიგოთ ყველა. დიახ. და პრინციპის მართვის ცენტრიც არის კოორდინაცია, ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, საბოლოო ინფორმაციის ამოტანა და უმაღლეს თანამდებობის პირისთვის წარდგენა ინფორმაციის, საბოლოო ინფორმაციის, გაფილტრებული ინფორმაციის, საბოლოო გაზრდების მისაღებად. აი ეს არის, ასე რომ ამ შემთხვევაში ობიექტურად ვიმსჯელებთ, ეს ასე იყო. ბატონო ირაკლი, სარეკლამო კანონიდან გამომდინარე ზუსტად მაქვს 2 წუთი და მე მინდა თქვათ იმ თქვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც შეეხებოდა 24 წლის ტაქსის, რომელიც უფასოდ ემსახურებოდა მოხალისეებს, ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ჰამბურგერებით ემსახურებოდა და უმასპინძლებოდა მოხალისეებს და ახალ გმირებზე, ჩვენი რეალობის ახალ გმირებზე, ზუსტად წუთნახევარში უნდა ჩავეტიოთ. ბატონო, მართლაც საოცარი ისტორიებია, მე დღეს დავიწყე უკვე მოგროვება და წაკითხვა ამ ისტორიების. საოცარი ისტორიებია, ბატონო ინგა, მე გაოცებული ვარ და სამაგალითო არის თული ამ გმირის, ჩვენი თაობის გმირის ისტორია და მათი ქმედება. ასე რომ მე ვაპირებ, რომ ამ ადამიანის სახელმწიფომ შესაბამისად დაუფასოს მათი ეს გმირული საქმიანობა. ვაპირებთ, რომ ჯილდოზე წარვადგინოთ, სახელმწიფო ჯილდოზე, ვაპირებთ, რომ გამოფენა გავაკეთოთ, ვაპირებთ, რომ გამოვცეთ კატალოგი, რომ ეს არ დაიკარგოს, რომ ეს შემოუნახოთ ჩვენს მომავთაობას, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ვართ გმირების ქვეყანა. აი ეს არის ჩემი მიზანი და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადაუხადო მათ, იმიტომ რომ ისინი გვაძლევენ ჩვენ მაგალითს გმირობისა, მაგალითს თავდებისა, მაგალითს პატრიოტობის. და ეს არის სწორედ ის დიდი სიყვარული და ის დიდი, ასე ვთქვათ, პატრიოტიზმი ნამდვილი, რომელიც ამ ადამიანებს აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. და მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს გმირ ახალგაზრდებს, ჩვენს მოხალისეებს, რომლებიც ასეთი თავდაუზოგავი შრომით თავს იჩენენ და მართლაც გამორჩეული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. მადლობა თქვენ, ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მაშველებს. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ ბატონო ირაკლი გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის წარმატებას გისურვებ და იმედია რომ ასეთი ადამიანი რომელმაც ასეთი ზარალი ნახა არც ერთი ადამიანი რომელმაც ეს ტრაგედია გადაიტანა არ დარჩება უკმაყოფილო და არ იტყვის მომავალში რომ რაღაც ისე ვერ მიიღო და ვერ გაკეთდა როგორც ამას ხელისუფლება პირდებოდა წარმატებას გისურვებ კარგად გრძანდებოდა ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ და წარმატებას გისურვებ დიდი მადლობა ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენი წუთში რეაქციაში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია არ გადაარჩა ძალიან საინტერესოა რაც იტყვის დავით ნარმანია 6 დღის შემდეგ 13 ივნისიდან რეაქცია კვლავ პირდაპირ ეთერში ახლა გვერდება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მე მას მივესალმები საღამო მშვიდობის მადლობა ბატონო დავით რომ გამონახეთ დრო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ვიდრე დავიწყებ თქვენთან საუბარს ერთი ინფორმაცია რომელიც რეკლამის დროს ჩემს პროდიუსერს მიაწოდეს დარეკეს დელისიდან დევნილების დასახლებიდან და ამბობენ რომ მათ აქვთ ეჭვი რომ შესაძლებელია იქ იმყოფებოდეს მტაცებელი ცხოველი ასეთი ზარები არის ბევრი და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ თბილისი არის პანიკაში რამდენად უსაფრთხოა დღეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ქუჩაში გადაადგილება რა სიტყვის დედაქალაქის მერი ამ შეკითხვით მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ვიესალმები ტელეკომპანია იმედის მაყურებლებს ძირითადი სამუშაოები რაც დედაქალაქში უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული და ზოგადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ისევე როგორც საკმაოდ ვთქვათ ბევრი ნაწილი გარეუბნებისა იქნა დათვალიერებული როგორც ჩვენი სამსახურის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ამ ღონისძიებაში ჩაერთო მონადირეთა საზოგადოებას და ძალიან აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს ძიებასთან დაკავშირებით ერთადერთი ცხოველია რომელიც ჯერჯერობით რომლისას ვთქვათ ადგილმდებარეობაც ჯერჯერობით არის გაურკვეველი მტაცებელი ცხოველი ამ შემთხვევაში მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით ზოოპარკის ტერიტორია ბოლომდე არ არის გაწმენდილი ნაშალი მასალისგან ვინაიდან საკმაოდ დიდი მოცულობით მასაა დალიქილი ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია ის შეიძლება იყოს ცოცხალი თუ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაშალი მასალის ქვეშ მოყოლილი აქედან გამომდინარე მაინც მოუწოდებთ ჩვენ საზოგადოებას რომ იყვნენ ფრთხილად და სწორედ ამიტომ არის რომ იმატა ზარების რაოდენობამ თუმცა ჯერჯერობით ასე ვთქვათ ინტენსიური ზარების მიუხედავად
რაიმე სახის ასე ვთქვათ კონკრეტული შემთხვევა ან კონკრეტული ნაკვალევი არ დაფიქსირებულა და აქედან გამომდინარე შესაბამისი სამუშაოები დღესაც გრძელდება. აუცილებლად ის გამოძახება, რაზეც თქვენ ინფორმაცია მოგაწოდეს და საჯაროდ გაჟღერდა, იქნება გადამოწმებული შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც მუშაობენ როგორც დღის ცვლაში, ასევე ღამის რეჟიმში. ბატონო დავით, ერთი კვირა გავიდა თითქმის მომხდარი ამბიდან. რა სიტყვით დღეს თქვენ ზუსტად რა ზარალი ნახა თბილისმა? რამდენი ადამიანი და ოჯახი დააზარალა 13 ივნისის ტრაგედიამ და რამდენად უსაფრთხოა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემ შეკითხვას ამჯერად უკვე არა მარტო მტაცებელ ცხოველებთან მიმართებაში, ზოგადად აი ამ ტრაგედიიდან გამომდინარე, ამ საფრთხის შემცველი ზონებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რაზეც ახლა პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, რომ იქ არც თუ ისე უსაფრთხო არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ დარჩენილი შეიძლება მოსახლეობისთვის ცხოვრება და ასე შემდეგ. რა სიტყვით თქვენ, რამდენად უსაფრთხოა დღეს საქართველოს დედაქალაქში ცხოვრება? გამომდინარე იქიდან, რომ სახლების გარკვეული ნაწილი პირდაპირ მდინარე ვერესხეობაში მდებარეობდა, რა თქმა უნდა, იქ ცხოვრება საკმაოდ სარისკო იყო. ეს სახლები მდებარეობდა მაღალი რისკის ზონაში და იყო შემთხვევები არა მხოლოდ ამ წყალდიდობის შედეგად, არამედ ადრეც, როცა რამდენჯერმე დაიტბორა. მაგალითად, მე შემიძლია მოვიყვანო, ვიდრე ეს წყალდიდობა მოხდებოდა დაახლოებით 10 დღის წინანდელი სიტუაცია, როდესაც მდინარე ვერესხეობაში მზივრის მიმდებარე პირდაპირ კალაპოტში ქვემოთ არსებული სახლები დატბორილი იყო და იყო ერთ-ერთი სახლი, რომელსაც მხოლოდ სახურავი უჩანდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ესეთ ზონაში ყოველთვის არისკო იქნება ცხოვრება, სწორედ ამიტომაც მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება განსახლების გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით. სწორედ განსახლების გეგმა იქნება ის ოფიციალური დოკუმენტი საექსპერტო დონეზე მომზადებული, რომელიც გვიჩვენებს სად არის მაღალი რისკის ზონა და საიდან უნდა იქნენ გასახლებული ადამიანები. უფრო სწორედ, სად არ შეიძლება ამ ადამიანების დასახლება მომავალში ასევე, იმიტომ რომ იქ სახლების გარკვეული ნაწილი უკვე წაღებული აქვს წყალს და არ დგას თავის ტერიტორიაზე, სადაც ისინი იდგა. ისიც საშიშია მათი გასახლება? ხოლო სახლები, რომლებიც დგას, მათი გარკვეული ნაწილი არის საშიშ ზონაში, ანუ იქ ცხოვრება არის საშიში. ჩვენ დავამთავრეთ დარჩენილი სახლების ლაბორატორიული შემოწმება, გუშინ საღამოს და გვაქვს უკვე ლაბორატორიული დასკვნა, რომლის მიხედვითაც მაგალითად ვთქვათ, სვანიძის ქუჩაზე 4 სახლი არის დანგრევის პირად ყოფილი სახლი, რომელიც აუცილებლად დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს. იქ რაიმე სახის გამაგრებითი სამუშაოების წარმოება არის შეუძლებელი, რაც ეხება საერთოდ ზოგადად რისკს. რა თქმა უნდა, არის სჭირდება პრევენცია. პირველი და გადაუდებელი რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო კალაპოტის გაწმენდის ღონისძიებები, რაც ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. კალაპოტიდან იქნა ამოღებული ნაშალი მასალა, ამოღებული იქნა ხეტყე, რომელიც საკმაოდ უხვად ჩამოიტანა მდინარე ვერემ, როცა ის ადიდდა და წამოიღო მთლიანად ტყის მასივები. გარდა ამისა, ცალკეული მიმართულებით უკვე დავიწყეთ გამაგრებასთან დაკავშირებული სამუშაოები. მაგალითად თქვათ, გახსოვთ თქვენ, რომ ჩვენ სტიქიიდან მეორე დღესვე დავიწყეთ წყნეთის 13 ნომრის კორპუსის ადამიანების გაყვანა, ევაკუაცია, ვინაიდან მდინარე საკმაოდ ახლოს მივიდა ამ საცხოვრებელ კორპუსთან. ჩვენ იქ უკვე პროექტირება დავასრულეთ და გუშინ დავიწყეთ ხიმინჯების მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რათა გაკეთდეს იქ ნაპირსამაგრი შესაბამისი მოწყობილობა და იყოს იქ ცხოვრება უსაფრთხო. ისევე როგორც მნიშვნელოვანია, რომ დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება ადრეული შეტყობინების სისტემის შესწავლასთან და მონტაჟთან დაკავშირებით და ამაზე დავალება მიეცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მასვე გამოეყოფა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან შესაბამისი დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც იქნება ეს მოწყობილობები შეძენილი შესაძლოა მოკლე ვადაში და დამონტაჟებული. აქედან გამომდინარე, კითხვას დაგისვათ ბატონო დავით, აი ხა თქვენც ახსენეთ, რომ პრევენცია, რომელიც უნდა იქნას გატარებული და თქვენ თავადვე ახსენეთ, რომ 13 ივნისამდე 10 დღით ადრე დაახლოებით 10 დღით ადრე მოხდა დატბორვაო მზივრის ტერიტორიაზე და თქვენ თავადვე ბრძანეთ, რომ ლამის სახურავიც კი იყო წყლით დაფარული. ასევე იმ პერიოდში ზუსტად 10 დღით ადრე დაახლოებით მოხდა თამაზელის ბარაშვილის თავშესაფრის დატბორვა, რასაც შეეწირა ძაღლები საკმაოდ დიდი რაოდენობით. აქედან გამომდინარე, მე მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, ძალიან გთხოვთ ეს არ მიიღოთ როგორც თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დასმული კითხვა,
უბრალოდ ეს არის შეკითხვა, რომელიც ბევრ ადამიანს გაუჩნდა. მაშინ, როდესაც 10 დღის წინ მოხდა ასეთი რაღაც, რა გააკეთა დედაქალაქის მერიამ იმისათვის, თუნდაც პრევენციისთვის, რომ სტიქის შემთხვევაში არ მომხდარიყო ან იგივე, ან კიდევ უფრო უარესი, რაც მივიღეთ. ანუ 10 დღის წინ ეს რომ მოხდა, რა გააკეთეთ თქვენ იმისთვის, რომ მსხვერპლი არ მოყოლოდა სტიქიას, თუ კი იგი შემოვიტევდა? მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 10 დღის წინ იყო უბრალოდ დატბორვა, ანუ მდინარე ვერეს კალაპოტიდან გადმოვიდა წყალი და იქ არ იყო ისეთი მასიური სტიქია, როგორც ახლა მოხდა. ახლა გაცილებით უფრო მასშტაბურ სტიქიასთან ჰქონდა საქმე, კერძოდ ის, რომ მდინარე ვერეს სათავე ნაგებობასთან მოვიდა ძალიან სწრაფად წვიმა, მოვიდა ძალიან უხვი ნალექი, ერთ-ერთ ტერიტორიაზე მოხდა დაგუბება, რომლის გახსნის შემდეგაც ვერის, ასე ვთქვათ, ზედა ნაწილსა და დედაქალაქის, ასე ვთქვათ, იმ უბანს შორის, სადაც პირველი დარტყმა მოხდა, სხვაობა სიმაღლეს შორის დაახლოებით 1400 მეტრია. კილომეტრობით მანძილი არის 30 კილომეტრი, ანუ 30 კილომეტრის სიგრძეზე 1400 მეტრიდან დაეშვა წყლის უზარმაზარი მასა, რამაც გამოიწვია ხე-ტყის წამოღება, რამაც გამოიწვია იქ სადაც წყალს შეექმნა დაბრკოლება მოსახვევებში საკმაოდ დიდი მოცულობით ნაშალი მასალის წამოღება და პირველი დარტყმის გაკეთება სწორედ სვანიძის ქუჩაზე. და მე წეხან პრემიერსაც დაუშვი ეს შეკითხვა. სვანიძის ქუჩაზე სახლები, ვინაიდან მათი გარკვეული ნაწილი პირდაპირ მდინარე ვერეს ხეობაში იდგა, პირველი დარტყმა სწორედ ამ სახლებმა მიიღო. სწორედ ამ სახლებთან დაკავშირებით მე წეგან დაუსვი შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ნებამომეცი თქვენთანაც გავიმეორო იგივე შეკითხვა. ანუ ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან გნებავთ ამას და აქვი თქვენი პოლიტიკური ოპონენტები გნებავთ არა, იმიტომ რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ ამ მიმართულებით ჩვენ. ძალიან ბევრჯერ ჩვენ მოვისმინეთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ დააგვიანა რეაგირება ხელისუფლება. მაშინ, როდესაც ჩამოწვა მეწყერი ახალდაბაში და კარგა ხანი იყო საიმისო დარჩენილი, როგორც მე გაირკვა, რომ მომხდარიყო იგივე სვანიძის ქუჩის მოსახლეობის ევაკუაცია. ხომ არ მოხდა დაგვიანებით, ქმედება. ხომ არ დააგვიანეთ და ამიტომ ხომ არ გამოიწვია ასეთი დიდი მსხვერპლი. ეს კითხვა არის, რომელიც ბევრჯერ გაიჟღერა, რომელმაც ამ დღეებში რა სიტყვი. შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება იყო ოპერატიული და დროული. მე თვითონ გახლით ადგილზე ჯერ კიდე, ასე ვთქვათ, საკმაოდ მომატებული იყო წვიმის ინტენსივობა და დატბორვა არ იყო დაწყებული, როცა დავედი ქალაქში და გამგეობების მეშვეობით მოვიკითხე სად რა მდგომარეობა იყო და ძალიან სწრაფად შემოგვდიოდა ინფორმაცია. შესაბამისად, ყველაზე, ასე ვთქვათ, კრიტიკული ინფორმაცია შემოვიდა ვაკის გამგეობიდან. მე ამ შემთხვევაში ვამბობ ჩვენს საინფორმაციო წყაროებს, ანუ მერიის საინფორმაციო წყაროებზე მაქვს საუბარი, რომლის მიხედვითაც ძალიან სწრაფად მოვახდინე კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, საპატრულო პოლიციასთან, ასევე დავრეკე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, რომ წყლის მასა იმატებდა სწრაფად და ამ დროს უკვე შესაბამის სამსახურები ქალაქში გამოძახებებზე იყვნენ გასულები, ასე რომ ეს ინფორმაცია თითქოს, ასე ვთქვათ, რეაგირება იყო დაგვიანებული სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება წინა კითხვის ერთ-ერთ ნაწილს, რომელზე რაც შეეხება წინა კითხვის ერთ-ერთ ნაწილს, ასე ვთქვათ, 10 დღის წინ მოხდართან დაკავშირებით აქვე ერთ დამატებით ინფორმაციას მოგაწვით. კერძოდ, ელიზბარაშვილების ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით ჩვენ მათ შევთავაზეთ, ვინაიდან ეს ძაღლსაშენი პირდაპირ მდინარის ხეობაში მდებარეობდა, გადაგვეყვანა ეს ცხოველები თბილისის მერიის ქვემდებარე ცხოველების მონიტორინგის სამსახურის თავშესაფარში, მაგრამ, ასე ვთქვათ, მისი მეპატრონის მხრიდან იქნა უარი ნათქვამი ამაზე, რაც შეეხება ეს უბრალოდ იყო თუ არა თქო სიგნალი, უნდა ყოფილიყო თუ არა სიგნალი თბილისის ხელისუფლებისთვის, რომ ასეთი რაღაცის განმეორების შემთხვევაში, ვინაიდან იქ როგორც ნახეთ, შემდეგ ადამიანების სახლებით წაიღო წყალმა, ანუ იგივე რაც მოხდა 10 დღით ადრე თავშესაფართან დაკავშირებით, ხომ არ უნდა ყოფილიყო ეს სიგნალი, რომ უფრო ძლიერი სტიქიის შემთხვევაში უფრო სავალალო იქნებოდა შედეგი ამ სტიქიის.
სტიქიას ახასიათებს პერიოდულობა მდინარე ვერეს 60-იან წლებში ადიდდა მნიშვნელოვნად, თუმცა ამის შემდგომ პერიოდში ესეთი მასშტაბური, ასე ვთქვათ, სტიქია და ესეთი მასშტაბური დატბორვა არ მომხდარა. მნიშვნელოვანია ის, რომ 60-იანი წლების მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მდინარე ვერეს ხეობაში. ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდში რამდენიმე ცვლილება განიცადა მდინარის ხეობამ, სხვადასხვა ტიპის საინჟინრო ნაგებობები კეთდებოდა, ხოლო ბოლო 5 წლის წინ არსებული საინჟინრო ნაგებობები გაცილებით უფრო ამ შემთხვევაში არამდგრადი აღმოჩნდა და მდინარის კალაპოტის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და მდინარის გვირაბში შეყვანამ გამოიწვია ის, რომ ასე ვთქვათ, დიდი წნევით დაგუბებული წყლის მასიდან გამომდინარე საინჟინრო ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლო და გასკდა გვირაბები, რომლის თავზე ბატონდავით, ან როცა თქვენ ამბობთ, არა მარტო თქვენ დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, რომ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი წინა ხელისუფლებასთან, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა. თქვენ რაც დედაქალაქის მერი გახდით, რაც დედაქალაქს უკვე ახალი ხელისუფლება ყავს, რაიმე გასუფთავებითი სამუშაოები, რაიმე პრევენციული ზომები თუ გატარდა, იმიტომ რომ თქვენი აზრით ეს იყო რაღაც საფრთხის შემცველი გზა. აი მართლა არსებობს ესეთი კითხვები, იმიტომ რომ თუ თქვენ გქონდათ დაუშვათ რაღაც ეჭვები ამ გზის თაობაზე, წესით უნდა გაგეტარებინათ ხო რაღაც პრევენციული გაწმენდის პრობლემა გვირაბებში არ არსებობდა, ანუ გვირაბის დაქანება არის ისეთი, რომ იქ ნაშალი მასალა მნიშვნელოვნად არ რჩება. აქ პრობლემა იყო ის, რომ დიდი მასა წამოვიდა წყლის ძალიან სწრაფად და არსებულმა დიამეტრმა ვერ გაატარა შესაბამისი წყლის მასა. ამიტომაც გვირაბიდან ვინაიდან ვერ გამოდიოდა ამ მოცულობის წყლის მასა, წალი გადავიდა ზემოდან. მდინარე ვერეს ხეობის თავზე, სადაც ავტომაგისტრალია, ავტომაგისტრალის ორივე მხარეს მიდიოდა ძალიან დიდი მასა წყლისა, საიდან გამომდინარეც იქაც, ანუ თვითონ ვერეს ხეობაშიც, არა თუ ზემოდან წამოღებული ხეები, არამედ თვითონ ხეობაში არსებული ხეებიც კი მოგლიჯა და შესაბამისად წამოიღო ავტომანქანები, რომლებიც მოძრაობდნენ მდინარე ვერეს ხეობაში არსებულ ავტომაგისტრალს. და ადრე რომ დაკეტილიყო დაუშვათ ეს მაგისტრალები, რომელზეც მიდიოდა ხალხის მოძრაობა, გაეთავისუფლებინათ უბნები, აბსოლუტური ალბათობით ჩვენ ეს მსხვერპლი არ გვექნებოდაო, თქვენი ოპონენტები ამბობენ, მაგალითად ეს არის ნინო ბურჯანაძის განცხადება, როცა ახალდაბაში მეწყერი ჩამოწვა, არაფერი გაკეთდაო ამისთვის, რომ აცილებულიყო ეს ტრაგედია, ადრე უნდა დაეკეტათ მაგისტრალები, რომელზეც ხალხი მოძრაობდაო. ამაზე გვიპასუხეთ და მე უკვე კონკრეტული შეკითხვები მინდა დაგისვათ ამ ხალხის ზარალთან დაკავშირებით. მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ სტიქიის დროს ეს გარკვეულწილად წინაკითხვის, ასე ვთქვათ, წინაკითხვაზე გამოხმაურებაც არის და შემდგომ გავაგრძელებ ამაზე პასუხს, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჯერ კიდე მდინარე დიდდებოდა და წყლის მასა დიდდებოდა, როცა სამაშველო სამსახურებს ნავებით გამოყავდათ ადამიანები და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. ამიტომ ესეც ერთი მხრივ ხაზგასასწრებელია და მე მინდა მადლობა უთხრა თითოეული ადამიანს, თითოეული თანამშრომელს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა და ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა კიდეც სამაშველო ოპერაციას და მე მინდა მიუსამძიმრო მის ოჯახს. რომ ყოფილიყო გამართული სისტემა და როცა ასე ვთქვათ მეტი დრო რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა უბნების გადაკეტვა. ადრეული შეტყობინების სისტემის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თუ სადმე იმატებს ზემოთ წყლის მასა, რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში სიგნალი გადმოეცემა იმ უბნებს, საიდანაც უნდა მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილება, მაგრამ ესეთ სისტემა ჩვენთან ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არსებობს დედაქალაქში და არ არსებობდა აქამდე. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან სწრაფად წამოვიდა წყლის ეს მასა, ანუ კიდევ ერთხელ ხაზს უსვა მაღალი სიმაღლიდან მოკლე მანძილზე სწრაფად დაშვებულმა წყლის მასამ გამოიწვია ის, რომ 4-5 მეტრი სიმაღლის წყალი დადგა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. რომ შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ეს იყო პრაქტიკულად ესეთი ძალიან მძიმე ფორსმაჟორული შემთხვევა, რომელიც როგორც ჩანს ნახევარ საუკუნეში ერთხელ ხდება და სწორედ ჩვენ და სამწუხაროდ ეს ნახევარ საუკუნეში ერთხელ ახლა მოხდა.
როცა ბევრ ქვეყანაში ხდება ესეთი რამ, როცა ძალიან სწრაფად ხდება დიდი მოცულობის ნალექის დაგროვება, იქ ყოველთვის ევაკუაცია არის შეუძლებელი და ჩვენ სამწუხაროდ გარკვეული სპეკლებით თავდება ეს შემთხვევა. ბატონო დავით, მე მინდა თქვენ გვიპასუხოთ ასეთ შეკითხვაზე, წეგან პრემიერ-მინისტრმა ახსენა ბრძანა, რომ უკვე გადაწყვეტილია, რომ გამოიყოფა მიწა, სადაც მოხდება ახალი მშენებლობა და ამ დაზარალებული ადამიანებისთვის, ვინც დაკარგეს ახკარი სახლების საცხოვრებელი ფართების გადაცემა. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომელ ტერიტორიაზე არის საუბარი, რა ვადებში წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების უზრუნველყოფა საცხოვრებლით? და რა თანხა დაუჯდება ეს ქვეყანას? ტერიტორიის გამოყოფა პირველ რიგში დაკავშირებული არის მოთხოვნასთან, რომელიც ევროკავშირმა დააყენა, კერძოდ მათი დახმარება, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს, საუბარია 3 მილიონზე, ამ 3 მილიონის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული განსახლების გეგმის შემუშავების პროცესში. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ ჩვენ და ძირითადი მონახაზი გვექნება უახლოეს დღეებში თუ რა და როგორი ფორმით უნდა წავიდეთ. დღეს შეიქმნა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი კომისია და ამ კომისიის ფარგლებში იქნება სწორედ როგორც განსახლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული, ასევე საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. დაახლოებით 25-მდე ოჯახი არის ისეთი ოჯახები, რომლებიც ვერ დაბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, გამომდინარე იქიდან, რომ ან მათი საცხოვრებელი სახლი წაღებულია, ან მკვეთრად ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, სწორედ მათ განსახლებაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, მაგრამ ვიდრე მათი საცხოვრებელი პირობები იქნება მოწესრიგებული, ან ვიდრე თქვა აშენებული, ან უკვე აშენებული ფართები იქნება მათთვის შეძენილი, მანამდე თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანებს შესაბამისი საცხოვრისი. ინფორმაცია თითქოს გარკვეულმა სასტუმროებმა დედაქალაქის ხელისუფლებას უთხრა უარი ამ ადამიანების მიღებაზე. ეს სწორია თუ სინამდვილე, რეალურია ეს? ესეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა, სადაც კი მივედით ჩვენ სასტუმროებში და ოჯახ სასტუმროებში ყველგან ეს ადამიანები შეიფარეს. მეცაც ვიტყვი რამდენიმე მათგანმა, რამდენიმე დღის განმავლობაში უფასოდაც კი შემოგთავაზა ჩვენ ეს მომსახურება და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა მათ. უბრალოდ არის სასტუმროების გარკვეული ნაწილი დატვირთული, ვინაიდან ახლოვდება ოლიმპიადა, ვინაიდან აქტიური ტურისტული სეზონია, მათი გარკვეული ნაწილი არის, რა თქმა უნდა, დატვირთული და დროთა განმავლობაში ჩვენ ეს ადამიანები ნაწილი უნდა დავაბრუნოთ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, იქ სადაც საფრთხე იქნება ცხოვრება და მცირედი ასე თქვათ კოსმეტიკური შელამაზება რაც ჭირდება ამ ადამიანებს ამაში აღმოუჩენთ დახმარებას. გარკვეული ნაწილი უნდა გადავიყვანოთ ბინის ქირით, ანუ უნდა უზრუნველყოთ ბინის ქირით და ამის ინსტრუმენტები და რა თქმა უნდა, ამის ინსტრუმენტები გვაქვს და მე მინდა ხაზგასმით აღნიშნოს, რომ არც ერთი ოჯახი ბინის გარეშე არ დარჩება, არც ერთი ოჯახი გარეთ არ დარჩება და საცხოვრისის გარეშე არ დარჩება. ეს ძალიან მტკიცე მიღებული გადაწყვეტილებაა. კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან. საუბარი იყო იმაზე, რომ რასაც ხელისუფლება შეძლებდა თანხების აკუმულირებას და რასაც არა, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს დაეფინანსებინა. შეგიძლიათ გითხრათ ამის თაობაზე, იგივე ზოოპარკთან დაკავშირებით ან სხვა მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილთან დედაქალაქის მერს ამ დღეებში თუ ქონდა რაიმე საუბარი, რაიმე კონტაქტი ამ მიმართულებით? ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ორი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. პირველი განცხადება ეხებოდა ზოოპარკთან დაკავშირებით მის მხარდაჭერას. ფონდი ქართულ ჯერ კიდე ადრიდანვე იყო ჩართული ამ პროექტში, როცა მათ მოამზადეს ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებული პროექტი, თვითონ საპროექტო მომსახურება შეიძინეს და მეორე მხრივ ახლა როცა დადგა ესეთი მძიმე პერიოდი თბილისის ზოოპარკისთვის, მან განაცხადა თანხმობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით მხარდაჭერაზე და მეორე მნიშვნელოვანი განცხადება ჩემის აზრით და ძალიან პატრიოტული განცხადება იყო ის, რომ თუ რესურსების მობილიზება, უпростоრად მობილიზებული რესურსები არ იქნებოდა საკმარისი, ესეთ შემთხვევაში ის თვითონ შეავსებს და თუ ჰქონდათ ამ მიმართულებით რაიმე საუბარი ამ დღეებში პირადად თქვენ განცხადება, მე პირადად სატელეფონო საუბარი მასთან ამ საკითხებზე არ მქონია. მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ეს იყო დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. ბატონო დავით, პანიკა არის კიდევ ერთხელ დავიმეორებ თბილისში და იმედია რომ
ეს პანიკა მალე ჩაცხება და ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ვიდრე გაგიშვებთ ეთერიდან, გვეშინოდეს წვიმის, რამდენად არის დედაქალაქი მზად სტიქიის გამეორების შემთხვევაში არ მოხდეს იგივე რაც ვნახეთ 6 დღის წინ. სტიქიის გამეორების ალბათობა შედარებით მცირეა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იქნება უხვი ნალექები, ძირითადი ნაწილი კალაპოტის არის გაწმენდილი, სახლები, რომლებიც მდინარესთან ახლოს არის განლაგებული, იმ სახლებში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ანუ გამოყვანილია, ამიტომაც როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით რაიმე სახის მნიშვნელოვანი საფრთხეები არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ჩვენ ვსაუბრობდით დატბორილ ტერიტორიაზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, არსებობდა უпростоრედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია და ეს ლაბორატორია იკვლევდა სტიქიებს და ეს ლაბორატორიაც სამწუხაროდ არის დღეს განადგურებული. მე მინდა რომ გამოვთქვა იმედი, რომ ეს პანიკა ნელ-ნელა ჩაცხრება და ჩვენი დედაქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არის რეაქციის შემდეგი სტუმარი. მადლობა ბატონო ნოდარ, რომ გამონახეთ, რომ მიიღოთ გადაცემაში მონაწილეობა. რა შეგიძლია თქვენ დღეს გითხრათ, რა ზარალი ნახა ქვეყანამ 13 ივნისით? ფინანსურ ზარალზე მაქვს საუბარი და რა შეგიძლიათ კონკრეტულად რომ გითხრათ აი ამ ფინანსურ ზარალთან დაკავშირებით? საგამომშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა მე უპირველეს ყოვლისა მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება იმის გამო, რომ ფინანსურ ზარალზე უფრო დიდი ზარალი, განუზომლად დიდი ზარალი ნახა სახელმწიფომ, ეს არის 19 გარდაცვლილი და 3 უგზო-უკლოდ დაკარგული, ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება კონკრეტულად ფინანსურ ზარალს, რაც პირველია ჩვენ გვაქვს გარკვეული შეფასებები და ჩვენ ვფიქრობთ, ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 100 მილიონი ლარიც კი არ იქნება საკმარისი ამ ზარალისათვის, თუმცა ყოველ მომდევნო ეტაპზე, როცა დაზუსტდება პროცესების დაზუსტებული პროცესები გვექნება და შეფასებები შესაძლოა აღნიშნულმა ზარალის მოცულობამ კიდევ უფრო მოიმატოს. მე გეტყვით მარტივ მაგალითს, რომ მაგალითად დღეს შეიძლება ჩვენ ხედავთ, რომ რომელიმე გზის მონაკვეთზე არის დაზიანებული საფარი და ეს გარედან ჩანს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იქ იყოს დაუშვათ შიგნით დაზიანებები, რაც თავისთავად ცხადია გაზდის დანახარჯებს. ამ ეტაპისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ კერძო სტრუქტურებიდან უკვე მობილიზებულია შემოწირულობების სახით, როგორც სახელმწიფო ხაზინაში, ისე კომერციულ ბანკებში 7 მილიონ ლარზე მეტი, 7,5 მილიონი ლარი. ამავე დროს თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ დონორებთან, დონორ ორგანიზაციებთან, ქალაქის მერი საუბრობდა ეხლახანს, ასევე ბატონო პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაგალითად ევროკავშირი მზად არის გამოყოს 3 მილიონი ევრო სახლების მშენებლობისათვის. გარდა ამისა არის სხვა მიმართულებები, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რათა მოვიზიდოთ დაფინანსება, მათ შორის ეს შეიძლება იყოს გრანტები, შეიძლება იყოს ERP რესურსი. პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული შემოთავაზებები, ეს არის როგორც სოფლიო ბანკი, ისე აზიის განვითარების ბანკი. რა შემოთავაზებებია იქნება უფრო დეტალურად? მოგახსენებთ, ამ ეტაპისათვის ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, რომ აზიის განვითარების ბანკი მზად არის 11 მილიონი დოლარის პეროლოკაცია გააკეთოს საქართველოში განსახორციელებელი ერთ-ერთი პროექტიდან. აღნიშნული პროექტი არ შეჩერდება, ის გაგრძელდება, მაგრამ ეს ჩვენ შეიძლება მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით უკვე თბილისში დავიწყოთ რეაბილიტაცია და ამასობაში დაახლოებით 3 თვის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი მზად არის დამატებით 57 მილიონი დოლარის შეღავათიან ფინანსურ რესურსზე აწარმოოს მოლაპარაკებები, რაც ასევე მოხმარდება დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენას. სოფლიო ბანკი დასრულეთ დღეს თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია უფრო საინტერესოა ალბათ. სოფლიო ბანკი, USAID, სხვა ორგანიზაციები ასევე მზად არიან, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ვერესხეობის გეოლოგიურ კვლევაში, ასევე დღეს გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზად არიან როგორც გეოლოგიაში დაგვეხმარონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ ზოოპარკის ახალი ტერიტორიის შერჩევაში და შემდეგ ზოოპარკის მშენებლობის დახმარებაში. ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ. ბატონო და თქვენ ახლა საუბრობთ, რომ ამ წუთისთვის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 100 მილიონს შეიძლება გასდეს კიდეც, ხო, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ზარალი, ხომ არ დაარტყავს ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ? უпростоრედ შეიძლება მე ახლა ზუსტ კითხვას არ ვსვავს, სწორი ფორმულირება არ არის ჩემი მხრიდან. რამდენად გაუძლებს საქართველოს ბიუჯეტი ამას, თუ მთლიანად აი დაუშვათ ამ გრანტებზე ვიქნებით დამოკიდებული ამ ზარალის ანაზღაურების კუთხით? მე პირველის ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოვყავით, რაც უნდა მოხმარდეს
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და უკვე გადაერიცხა თბილისის მერიას და სხვათა შორის გადაარიცხა განხორციელდა კვირა დღეს, ანუ პირველივე დღეს 14 ივნის, რაც შეეხება იმას და უშუალოდ ეს დაარტყავს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტს, ცხადია, რომ ეკონომიკისათვის არის ძალიან რთული ასეთი სტიქიური უბედურებების გადატანა, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოც მზად არის და რაც თავარია, მე გითხარით, რომ ჩვენ მზად ვართ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები, რომელიც შედარებით გაუმარტივებს სახელმწიფოს აღნიშნულ სტიქიას. რამდენ ოჯახს შეეხო ეს სტიქია? რამდენ მეწარმეს თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანებისთვის დახმარება? ჩვენ დღეს გადაცემაში პრემიერთან ერთად საუბრობდით იმაზე, დაუშვათ საბანკო შეღავათები, რომელიც გადაწყვიტა ხელისუფლებამ ბანკებთან მოლაპარაკებით ამ ადამიანებს. არ გადაუწყვეტი. არა, ბანკებმა გადაწყვიტეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით მოხდა ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა. ამას გულისხმობ. აი ეს არის ძალიან საინტერესო, როგორ განუმარტავთ ამ ადამიანებს საბანკო შეღავათები, ბანკების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება. ეს იქნება ალბათ ინდივიდუალურად და აი და სიტყვით ამ მიმართულებით. თავისთავად ცხადია, მე მადლობა მინდა გადაუხადო კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ სამხმარებლო სესხები, ისინი მზად არიან განიხილონ და ჩამოაწერონ ეს სესხები. ცხადია, ეს დიდი შეღავათი იქნება ამ ადამიანებისათვის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ ძალიან ბევრი დაკარგეს და მათ შორის შესაძლოა დაკარგეს სწორედ ის საქონელი, რომელიც საბანკო კრედიტის მეშვეობით ჰქონდათ მათ შეძენილი. რაც შეეხება დაზარალებულთა რაოდენობას, გარდა იმისა, რომ ეს არის დავუშვათ სვაინძის ქუჩის მაცხოვრებლები, ეს არიან დავუშვათ ვერეს ხეობაში, ზოგი კანონიერად და ზოგი კანონის და მოთხოვნების დარღვევით ჩასახლებული პირები, ეს არიან სოფელ ახალდაბის მოსახლეობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ მათი რაოდენობა ცოტა არ არის, ჩვენ გვაქვს ზუსტი სიები, იდენტიფიცირებულები არიან ისინი. მერმა უკვე ისაუბრა, რომ ისინი განთავსებულები არიან, მათი უდიდესი ნაწილი განთავსებულები არიან სასტუმროებში, სოფელ ახალდაბის მოსახლეობა განთავსებულია წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ ხოლმე და გარდა ამისა უკვე მიმდინარეობს დაუშვათ სახლების დასუფთავება იმისათვის, რათა სადაც შესაძლებელია მოსახლეობა დაბრუნდეს, ხოლო იმ სახლები, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს, იმიტომ რომ მათი მდგომარეობა მძიმეა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის მონაწილეობით ჩვენ ახალი საცხოვრებლის ასე შემდეგ, მაგრამ გარდა ამისა მე მინდა დღეს ასევე დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს საპატრიარქოს, მის უწმინდესობას, კათოლიკოს პატრიარქს, რომელმაც გამოიჩინა ასეთი ზრუნველობა და მრავალშვილიან ოჯახს უკვე გადასცა ყველაზე სოციალურად დაუცველ ოჯახს. დიახ, ეს ინფორმაცია დღეს ნახა ჩვენმა მაყურებელმა. ბატონო და საინტერესო არის ერთი რამ, საცხოვრებელი ფართის, ანუ სახლის გარდა უამრავმა ადამიანმა დაკარგა თითქმის ყველაფერი. ანუ ერთი არის დაუშვათ მათთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა, მაგრამ აქ საუბარი არის ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებზე, ანუ სახელმწიფო ყველანაირად კომპენსაციას მისცემს ამ ხალხს. მე მინდა გითხრათ, რომ ცხადია, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ კომპენსირებას. ელემენტარული, აი ყველაფერი რაც საჭირო არის ადამიანისთვის და რა ზარალიც ნახეს მათ. თავისთავად ცხადია, რომ სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები იმ სახლებში, რომელსაც სახელმწიფო გადასცემს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან. ბატონო და კიდევ ერთი, ვისაც ყავდა დაუშვათ ავტომანქანა დაზღვეული და ამ სტიქიის შედეგად მოყვა ამ სტიქიაში და საშინელება გადაიტანა და პლუს დაკარგა საკუთარი ქონება, ვისაც ყავდა დაზღვეული, მათ სადაზღვევები ალბათ აუნაზღაურებენ. ხომ არ განიხილავთ ამ მიმართულებით რაღაც შეღავათის გაკეთებას მათთვის? ვისაც არ ყოლია დაზღვეული მანქანა. მე არ მინდა რომ გავაკეთო განცხადებები, რომელსაც შემდეგ შესაძლოა არ ქონდეს ეკონომიკური საფუძველი. ჩვენ დავითვლით ყველაფერს და მოსახლეობას მივაწვით და დავპირდებით იმას, რის გაკეთებასაც სახელმწიფო შეძლებს. გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მე წეგან დაუსვი დედაქალაქის მერს, ფინანსთა მინისტრს ჰქონდა თუ არა ამ დღეებში საუბარი ბიზინა ივანიშვილთან, რაიმე კომუნიკაცია თუ ჰქონდათ ივანიშვილთან, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ რასაც ვერ შეძლებს ხელისუფლება, ის გაიღებს გარკვეულ თანხებს. რა თანხებზე არის საუბარი თუ გქონიათ მასთან ამაზე? გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინამ დამირეკა გუშინ წინ დილით, ჩვენ მქონდა სატელეფონო საუბარი, ბატონი ბიძინა დაინტერესდა ზარალის მოცულობით და იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, ასევე მივაწოდე ინფორმაცია დონორებთან მუშაობის შესახებ და ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. ჩემთან ბატონ ბიძინას საუბარი არ ქონია იმაზე, რაც შემდეგ მან პრესით გააკეთა, რომ დაუშვათ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ვერ
შეძლებს დაუშვათ სრულად მოიზიდოს ეს თანხები, მაშინ ბატონ ბიძინა მზად არის რომ ანუ ჯერ თქვენ გქონდათ მასთან საუბარი და მერე გაკეთდა ივანიშვილის მხრიდან ეს განცხადება? ბატონმა ბიძინამ ასე თქვა, რომ მას ჰქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან, დაინტერესდა ფინანსური მდგომარეობით და მე შევეცდები ციტირება გავაკეთო იმის გამო, რომ ეს მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში. მადლობა ბატონო და წარმატებას გისურვებთ, იმედს ვიტოვებ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც ერთი ოჯახი და არც ერთი ადამიანი, რომელმაც ნახა უზარმაზარი ზარალი, მომავალში არ იტყვის რომ მას ხელისუფლებამ ნანაპირები ვერ შეუსრულა. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. ეს იყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და კიდევ ერთი მინისტრი დავით სერგენკო, ჯანდაცვის მინისტრი გვერდება რეაქციაში. საღამომშვიდობის ბატონო დავით, ძალიან საინტერესო არის ის ინფორმაცია, რომელზეც შეკითხვები მე უნდა დაგისვათ თქვენ დღეს. პირველ რიგში მე მინდა დაგისვათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ, სულ რამდენი ადამიანი არის დაშავებული, ამ წუთისთვის როგორ მიდის დაუშვათ რამდენი ადამიანის მკურნალობა მიდის თუ მიდის ვინმესი საავადმყოფოში და საერთოდ როგორ არის ყველა იმ ადამიანის მდგომარეობა, ვინც ტრამვა მიიღო ამ დღეებში? საღამომშვიდობის ამ სტიქიური უბედურების დროს სამედიცინო დაწესებულების მიმართა 55 პაციენტმა დაზიანებები იყო, ტრაუმული დაზიანებები, საბედნიეროდ არ იყო არც ერთი წყლის ასპირაციის, ანუ საჰაერო გზებში მოხვედრის შემთხვევა. დღეს ამ საღამოს მდგომარეობით 5 პაციენტი გადის მკურნალობას, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა საბედნიეროდ გაუმჯობესდა. მე დიდ მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, რომელმაც იზრუნეს, რომ ყველაფერი გაეკეთებიათ ამისთვის. დანარჩენი 4 მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი და იმედია, რომ ყველა მათგანი ძალიან მალე დაუბრუნდება ჯანსაღად თავს ოჯახებს. ბატონო დავით, ერთ-ერთი მოხალისე დაშავდა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მას მოხალისე გოგონა და რა შეგიძლია თქვათ მასზე, როგორი არის მისი მდგომარეობა? დღეს მართლაც იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მოხალისემ მიიღო ქალატვინის ტრავმა, საბედნიეროდ ეს შემთხვევა მსუბუქი აღმოჩნდა, ჩაუტარდა მას შესაბამისი გამოკვლევები და ეხლა არის მონიტორინგის კონტროლის ქვეშ. საბედნიეროდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საჭიროებს მხოლოდ ყურადღებას და მონიტორინგს და არა რაიმე ინტენსიურ სამედიცინო ჩარევას. არის ერთი ძალიან საინტერესო თემა, რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ სტიქიის შემდეგ დედაქალაქში გავრცელდეს რაიმე ტიპის ეპიდემია. რა კეთდება ამ მიმართულებით? თქვენ თუ ხედავთ ამ საფრთხებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ეპიდემია, მით უმეტეს რომ ჯერ არ არის ნაპოვნი ყველა გარდაცვლილი და მაგალითად იგივე ზოოპარკის ტერიტორიაზე ჯერ ისიც არ იციან ცხოველი, რომელსაც ეხლა ვეძებთ სულიად დედაქალაქი, იგი დაღუპული არის იქვე ვოლიერში არის თუ არა. ანუ ეპიდემიის კერა არის თუ არა დღეს თბილისში? ცალსახად მინდა გამოცხადო, რომ დღეს ეპიდემიის კერა ან საშიშროება თბილისში არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადაცემის გარკვეული რისკი. მე ვეცდები, რომ განმარტო ეს საკითხი, რადგან ეს საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. ინფექციების გავრცელების რისკი არანაირი სახით არ არის დაკავშირებული იმ ცხოველების გვამებთან, რომლებიც მიწაში არიან, ამ მეწყერში არიან მოთავსებულები. ეს თავისთავად არ წარმოადგენს რისკ ფაქტორს, არამედ რისკ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიწასთან ტალახთან მუშაობა შეიძლება პოტენციურად იყოს ტეტანოსის რისკის მატარებელი. ამაზე ჩვენ ძალიან დეტალურ ინსტრუქტაჟს ვუტარებთ ყველა, არა მარტო მოხალისეებს, არამედ უკლებრივ ყველას და უტარდებათ შესაბამისი აცრები, ვაქცინაცია. რაც შეეხება პროფილაქტიკას, როგორ უნდა დაიცვან თავი, ამაზეც ისინი ღებულობენ ახსნა განმარტებას, როგორც არის დახურული ტანსაცმელი, პირბადის და ხელთათმანის გამოყენება და ასე შემდეგ და ინფექციების რისკი შემოიფარგლება სწორედ ამეთი. პოტენციური რისკი არის იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდებოდა წყალსადენი და წყალსადენში მოხვდებოდა გარემოს დაბინძურებული წყლები. საბედნიეროდ ესეთი შემთხვევები არ აღინიშნება, ქალაქის ონკანის სასმელი წყალი არის უსაფრთხო. ერთადერთი გამონაკლისი არის უშუალოდ დაზიანებული ადგილები, სადაც აი დაბოლოებას ამ მილსადენის დაზიანების შესწავლა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ იმ ადგილებში, სადაც მიდის ეს გაწმენდითი სამუშაოები, სასმელად გამოიყენონ ბოთლის ან არა ონკანის წყალი. აი ეს არის სულ რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას. ანუ ეხლა კიდევ უკაცრავად გაგაწყვეტინეთ და მაპატიეთ რომ გეჭრებით. ანუ ერთხელ კიდევ რომ დავაკონკრეტოთ იმ ტერიტორიებზე, სადაც მიდის სამუშაოები მილებთან დაკავშირებით, თქვენ ურჩევთ მოსახლეობას, რომ მათ გამოიყენონ ბოთლით წყალი სასმელად.
დიახ, უშუალოდ იმ არეალებში, სადაც მუშაობენ მაშველები, მოხალისეები, მათ არ არის სასურველი რომ გამოიყენონ ონკანეს ან სასმელი შადრევანის წყალი. ჯობია რომ ძალიან ბოთლის წყალი. რაც შეეხება მოსახლეობას, იმ არეალის ირგვლივ, ასე ვთქვათ, მოსაზღვრე რაიონებში არანაირი საფრთხე ამ მხრივ არ არის. ჩვენ გვაქვს კარგი კომუნიკაცია თბილისის წყალსადენთან და ყოველდღიურად ისინი რამოდენიმეჯერ იღებენ სინჯებს და დადასტურებულად სასმელი წყალი არის უხიფათო დასალევად. ძალიან კარგი, ტეტანუსის აცრებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რეალურად პირველ რიგში, აი იგივე ამ მოხალისეებისთვის, რომლებიც იქ მუშაობენ, რამდენად არსებობს საფრთხეები ამ მიმართულებით, ბატონო დავით, ანუ მოწოდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, დაიწყო თვალწდები 17 რიცხვიდან, ხო? მაგალითად, ხელთათმანებთან, უსაფრთხოების ზომებთან და ფეხსაცმელებთან პირბადეების აუცილებლობასთან დაკავშირებით. რატომ არ მოხდა დაუშვათ პირველივე დღიდან ამ განცხადებების გაკეთება და ამ ინფორმაციების მიწოდება მოხალისეებისთვის? ხომ არ შეიქმნა რაღაც საფრთხეები ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თვალწდები ჯერ არ ვიცით, ხო, რამდენი მოხალისე იყო, ვინ მონაწილეობდა ამ სამუშაოებში განსაკუთრებით პირველი 2 დღის განმავლობაში? ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კერძოდ საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან თუ არა პირველივე საათებიდან ჩართულები არიან ამ პროცესში. ინფორმირებულობა მიდიოდა მუდმივად არა 17-დან, არამედ ბევრად უფრო ადრე. რაც შეეხება იმას, თუ რატო გახდა ბოლო დღეებში უფრო ინტენსიური ეს ინსტრუქტაჟი, ახსნა არის ერთი, რომ რაც შეეხება მოხალისეებს, მათთან პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა მათ და მე და მართლაც აღმაფრთოვანებს მე პირადად მათი სოლიდარობა. საქმე იმაში არის, რომ სპეციალურად მომზადებული ადამიანები, მაშველები, ლიკვიდატორები, ვინც მუშაობენ, მათ უკვე აქვთ მიღებული ინსტრუქტაჟი, ხოლო მოხალისეებთან უჭირდება ყოველდღიური კომუნიკაცია, რადგან ისინი არ არიან, ასე ვთქვათ, შეჩვეული ამ ყველაფერს და მათთვის ეს უსაფრთხოების წესები შედარებით ახალი არის. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ემორჩილებიან ამ ინსტრუქტაჟს, შეიძინეს საკმაოდ დიდი დისციპლინა და თუ შევადარებთ დღების დინამიკას, მათი მუშაობა მართლაც ბევრად უფრო ორგანიზებული არის ვიდრე პირველ დღეებში. კი ბატონო, მაგრამ მე კიდევ გავიმეორებ თქვენი ნებართვით, მე არ მინდა ხელოვნურად რაღაც პანიკაროს შევქმნათ პირიქით ჯანდაცვის მინისტრისგან, იმედი მაქვს, რომ აი ვისმენ სწორედ იმ ინფორმაციას, რაც არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ უნდა დავსვა ეს კითხვა. კიდევ გავიმეორებ ბატონო მინისტრო, რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად რამდენი ადამიანი იყო მოხალისე. ხომ არ შეიძლება, ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ გავიდეს რაღაც პერიოდი და ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოხალისეები, მაგალითად, ჰქონდათ რაიმე ტიპის განაკაცრე და ასე შემდეგ, აღმოჩნდეს, რომ მათ არც რა არ გაუკეთებიათ და დაუშვათ 1 თვის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს საფრთხე გაჩნდა. მათ არ გაუკეთებია დაუშვათ ტეტანუსის აცრა, მაგრამ მიიღეს რაღაც პატარა თუნდაც პატარა დაზიანებები. ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ თქვენ პირადად ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რაიმე საფრთხეები გაჩნდეს მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? არც მე პირადად არ ჯანდაცვის სამინისტრო და არც მთლიანად საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი და მოტივირებული იმაზე, რომ რეალური საფრთხეები დამალოს, მიჩქმალოს და ამითი რაღაც დროებითი, ასე ვთქვათ, სარგებელი მიიღოს. ჩვენ ვქცევით ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემა, განვითარებული ჯანდაცვის სისტემა ამ სიტუაციაში. რაც შეეხება თქვენ კითხვას, რომ მომავალში ისინი დაზღვეულები არიან თუ არა. ზოგადად არ იცოდა და არ იკეთებს ამას. ზოგადად მინდა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად ჯანდაცვა არ არის დაავადებების აღმოფხვრა და 100%-იანი გარანტიები. ჩვენი ამოცანა არის რისკების შემცირება. მე შემიძლია ციფრი გითხრათ, რომ დღეს მდგომარეობით 1400-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა ტეტანუსის აცრა. რაც შეეხება თვითონ მოხალისების რაოდენობას, 1 დღის განმავლობაში ყველა იმ წერტილში, სადაც ისინი მუშაობენ, მათი რაოდენობა საშუალოდ არის 800 ადამიანი. შესაბამისად, მე ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ, რომ უკლებრივ ყველა მათგანმა, ვისაც კი სჭირდებოდა, აცრა უკვე გაიკეთა. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება ერთეულები ასეთი არსებობდნენ, დამერწმუნეთ და ალბათ თქვენც ადევნებთ თვალყურს, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია გვაქვს, კარგ კოორდინაციაში ვართ იმ ჯგუფთან, რომელიც თავისთავად მოხალისეების მუშაობას უწევს კოორდინაციას და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მათი მაღალი დისციპლინა და მათი мотиваცია იმაზე, რომ როგორც სამუშაო შესრულების დროს, ასევე საკუთარი ჯანმრთელობის მოვლის დროს ისინი ასრულებენ ყველა საჭირო რეკომენდაციას. მადლობა ბატონო დავით და კიდევ ერთი ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, ხომ არ შეიძლება ან ხომ არ განიხილება მთავრობაში აი შტაბის სხდომებზე უკვე რომ ამ დღეებიდან აიკრძალოს მოხალისეების მუშაობა ამ ტერიტორიებზე, სადაც ისინი დასუფთავებაში და ძიების სამუშაო პროცესში არიან ჩართული. სწორედ იქიდან გამომდინარე საფრთხეები და რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.
აკრძალვაზე როგორც ასეთი საუბარი არ არის, არამედ ძალიან ცალსახად არის არამარტო საუბარი, არამედ ქმედება იმ მიმართული იქეთკენ, რომ მათი მუშაობა იყოს ორგანიზებული და სწორად განაწილებული. რაც შეეხება ეს ცალსახა ხის აკრძალვას, ეს არ მოიაზრება, ჩვენთვის დიდი პატივი არის მათთან ერთად მუშაობა. ჩვენ უბრალოდ ზრუნავთ იმაზე, რომ მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და ისინი ამაში ძალიან კარგად თანამშრომლობენ ჩვენთან. ხას უსვამ კიდევ ერთხელ, რომ რაიმე ესეთი ხისტი აკრძალვა არ მოიაზრება. დიდი მადლობა ბატონო დავით, წარმატებას გისურვებთ. მადლობთ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ის ხო ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეხლა როგორც ჩემი პროდიუსერი მეუბნება, პირდაპირ ეთერში გვიკავშირდება ტელეფონით თამაზ ელიზბარაშვილი. მე არ ვიცი მას რა განცხადების გაკეთება სურს, მაგრამ ვინაიდან საუბარი იყო მის თავშესაფარზე, რასაკვირველია, ჩვენ მას ვუთმობთ ეთერს. საღამომშვიდობისა ბატონო თამაზ გისმენთ. მოგესალმები ინგა. საღამომშვიდობის. მე ახლა მემყოფები ჩემს ატან სვანიძის 30 ნომერში ნიჩაბი მიჭირავს ხელში და მარტო მუშაობ უკვე მეორე დღეა 9 საათის შემდეგ აქ აღარანარი ტექნიკა არის გადიან სულ და მარტო აი ამ ჩაბნელებულ განადგურებულ სვანიძის ქუჩაზე ნიჩბით ვყრი მიწას და ვათავისუფლებ ჩემს ტერიტორიას და ჩემს სახლს. დამერეკა მეგობარმადან მითხრა რომ თითქოს შემოუთავაზებიათ 4 ივნისის წადიდობის შემდეგ შემთვის ადგილი და შუქის კი შეუყვანიათ, რაც არის თქვენ არის სიცრუე. არ შემოუთავაზებიათ ადგილი. თუ ვინმე გამოაგზავნა ჩემთან, ჩემამდე არავინ არ ამოსულა. ანუ არ შემოუთავაზებიათ? არავის არაფერი არ შემოუთავაზებიათ. ხე როგორ ფიქრობ? რომ შემოითავაზებინა ვიღაცას, ხო? და რო ეთქვა რომ მოსალოდნელი იყო ესეთი წყალდიდობა, მე რისკის ქვეშ დავაყენებდი ჩემს შვილებს, ჩემს მოხუც მშობლებს. ჩემი სახლი დალეკვე 3 სართული დატბორილია, ჩემო კარგო. ჩემი ოფისი განადგურებულია, საწყობები განადგურებულია. რაც ისურვებს ველაპარაკება. თავშესაფრისთვის შემოთავაზება კიდევ ერთხელ გეკითხებით არ ქონია თქვენ მერიის? 4 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თავშესაფარის შემოთავაზება არ ყოფილა ჩემო კარგო. იყო მხოლოდ 14 ივნისის შემდეგ, აი ამ საშინელი სტიქიის შემდეგ, რომელიც 13 ივნისს დააწყდა თბილისს თავზე, აი ამის შემდეგ იყო შემოთავაზება ეკონომიკის სამინისტროდან და არა ქალაქის მერიიდან და მე ახლა ვარ კაიროს 26 ნომრის მოგიზაპირებ ხარეს იქ გავხიზნეს გადაცენილი ცხოველები. 4 ივნისის შემდეგ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, გას არ გამაგიჯოთ რას მეუბნებით. კარგით. კიდევ რამის თქმა ხომ აქვს სურთ მე ვიდრე დაგემშვიდობ. მე მინდა თქო მე დავრეგე ქალაქის მერიის ხელხაზე, სულაღაც ერთი 9 საათის უკან და ველოდები ზავს, იმიტომ რომ როგორც გითხარით 2 დღეა ტექნიკა გადის 9 საათს, საღამოს 9 საათის შემდეგ სვანიძის ქუჩიდან. ალბათ იმიტომ ბატონო თამაზ, ან უпростоრეთ იმიტომ ხომ არ გადის რომ ღამე დაუშვათ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. ხო არ ფიქრობთ რომ ამით? არა, ჩემო კარგო, აქ დიდი პროჟექტორია სამხედროების მიერ დაყენებული და აი პროჟექტორის შუბზე ნიშვით მარტო ერთი კაცი ვყრია აი ამ შლამზე ნაგავს და ანთავისუფლებ ტერიტორიაზე. ესე მთელი ცხოვრება უნდა ვიმუშაო. ალბათ მე რომ გამთავისუფლო აკაურობა და კიდევ უფრო მეზგეთვით, ჩემო კარგო, 4 ივნისის შემდეგ აი ამ წყალდიდობის შემდეგ, ხო? აი ჩამოტანილი ხეთკე და ნაგავი, აი ეს რო განთავისუფლებული იყო, აი ნაგავი ძვერის ხეობა, შეიძლება აი ესეთი საშინელი შედეგებით არ დამთავრებული იყო 13 ივნისის სტიქია. ბატონო თამაზ, რომელიც 4 ივნისს ჩამოიტანა მდინარე ვერენ, დაემატა შემდეგ 13 ივნისს ჩამოტანილი ნაგავი ხეთკე და შლამი და უბედურება და ამან გამოიწვია ალბათ უფრო დიდი ტრაგედია. ბატონო თამაზ, ვიდრე დაგემშვიდობებით, რა მდგომარეობაა ეხლა სვანიძის ქუჩაზე, იქ სადაც ამ წუთას ნიჩბით ხელში დგას? სვანიძის ქუჩა ჩემო კარგო აღარ არსებობს. სვანიძის ქუჩა განადგურებულია ბოლომდე. აი ეს აი რომ გადმოხედოთ აქ, ხო, აი ესეთი აი ხა მე უყურებ აი ვერის ხეობას და გული მისკდება რამდენი ნაგავი, ხეთკე, უბედურება, ხო? აი ეს ეყრია და როგორ შეიძლება გას 24 საათიანი რეჟიმით უნდა მუშაობდეს ეხლა ტექნიკა რომ ეს გავიტანოთ. აქ განათებული ამ პროჟექტორით ეს ხეობა და ეს ნაგავი და შლამი, ხო? რაღა პიკის საათების დროს უნდა იმუშაოს ტექნიკამ, როცა გადატვირთულია ქალაქი ისედაც, ხო? ეხლა თარეელია ქუჩები, ეხლა უნდა მუშაობდეს ტექნიკა და ეხლა უნდა გადიოდეს ეს ნაგავი აქედან. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მასზე ეს იყო თამაზ ელიზბარაშვილი. თქვენ მოისმინეთ მისი განცხადება თავშესაფრის ტერიტორიასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, ალბათ მეტყვიან პროდიუსერები რეკლამამდე მაქვს თუ არა კიდევ რამდენიმე წუთი, თუმცა უკვე რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით თქვენთან ერთად და კიდევ ერთხელ ერთად შევეცდებით გადავავლოთ თვალი იმ კადრებს, რომელიც დაგვიტოვა თბილისის საბედისწერო წვიმამ 13 ივნისს.
საბედისწერო წვიმა და 13 ივნისი კადრები, რომელიც ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება. დავიდრე რეაქციას დავასრულებ. რეკლამამდე ჩვენს ეთერში დარეკა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა და ხელისუფლების განცხადების საპასუხოდ მან განაცხადა, რომ მისთვის ძაღლების თავშესაფრისთვის ტერიტორია არ შეუთავაზებიათ. დაგვიკავშირდა რეკლამის დროს მერია და ეხლა გვერდება პირდაპირ ეთერში კახა გვანცელაძე, მერიის წარმომადგენელი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ კომენტარს გააკეთებს. საღამომშვიდობის ბატონო კახა, პირდაპირ ეთერში ხარ. მოგესალმებით. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. გისმენთ ბატონო კახა. მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები სწორედ ელიზბარაშვილების უბანში, ეგრეთ წოდებულ ელიზბარაშვილების უბანში. პრაქტიკულად ის ძაღლების თავშესაფარი იყო ხელმიუწვდომელი და აღვადგინეს პირველი ხიდი და მისასვლელი გზა, რომლის შემდგომაც გამოიყვანეს არჩი დათვი, ანუ ეს დათვები პრაქტიკულად ვოლიერებში იყო და ტექნიკითაც იყო რთული მისადგომი და ხელით გამოიყვანეს ჯარისკაცებთან ერთად. ასევე მის ირგვლივ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ყველა უწყება არის ჩართული, მაგალითად მელიორაციის სამსახური მუშაობდა, ნათი ტექნიკა მუშაობდა იმისათვის, რომ მდინარე დაგვებრუნებია ძველ კალაპოტში და უკვე ხვალ შესაძლებელი იქნება გადავიდეთ მდინარის მეორე მხარეს, სადაც უკვე ძაღლების თავშესაფართანაც მივალთ და მათ ვოლიერებთან. ეს იყო თქვენი სათქმელი თუ დაამატებთ კიდევ რამეს ბატონო? ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ უკვე შეთავაზებული არის ალტერნატიული ფართი ძაღლების თავშესაფრისთვის. მან თქვა, რომ არ ყოფილა ასეთი ტიპის შემოთავაზება დიდი ბოდიში, სულ რაღაც 10 წუთის წინ ჩვენს ეთერში. ამ ინფორმაციას მე გავხდით და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ასე რომ შეთავაზება არსებობს. ვისთან გადავამოწმოთ ბატონო კახა, აუცილებლად ქალაქის მერიაში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ის იყო მერიის წარმომადგენელი კახა გვანცელაძე. ამით დავასრულოთ დღევანდელი რეაქცია. მე გისურვებთ მშვიდობას, მე გისურვებთ მზიან ამინს. ერთმანეთს შევხვდებით კვირას საღამოს 8-ზე კვირის მთავარი თემებით. აქვე დავაანონსებ, რომ კვირას იმედის კვირა იქნება ძალიან საინტერესო და ალბათ ძალიან ემოციური. ნახვამდის.